შუა დღემშვიდობისა ქალბატონებო და ბატონებო, ძვირფასო გოგონებო, როგორ გზადებით? განსაკუთრებით. თქვენ როგორ გზადებით არიან? სალამი, ჩემო ძვირფასებო, მოგესალმებით. მე მგონია ვფიქრობ, რომ სხვა პასუხი არ გაკეთე ამ შემთხვევაში, იმეც ვიტოვებ ყოველ შემთხვევაში. მიხარია რომ ისევ თქვენთან ერთად ვარ, რა თქმა უნდა, მე დილის მაყურებელს მართალია მივესალმე უკვე ჩვენს დილაში, მაგრამ შა რა დამიშავა ჩემო საყვარელმა შუადღე ლაივმა და ასე რომ კიდევ ერთხელ მივესალმები, რა თქმა უნდა, ჩვენს ტელემოყურებელს. მე მიხარია რომ თქვენთან ხართ. ჩვენ ჩვენთან მოვედით. ჩვენ ამ შემთხვევაში 4 თანაწამყვარი ვართ ამ შემთხვევაში, კი, შუადღე ლაივის. ძალიან მიხარია. და რაც ყველაზე მთავარია, ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე ვისაუბრებთ დღეს, იმ საკითხზე, რომელიც არა მარტო ჩვენი ქვეყნისთვის, განვითარებული ქვეყნისთვის და ქვეყნისთვის, რომელსაც აქვს სურვილი, რომ იყოს წამყვანი სოფლიოში, აუცილებლად სწორი და კარგი განათლება და სწორედ ამ ადამიანებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ მომავალი თაობისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი განათლება, რა თქმა უნდა. და მე ძალიან მიხარია ის ამბავი, რომ ახლა რასაც ვუყურებ ახალგაზრდებს, პატარა თაობას, აი რაღაცნაირად სხვანაირი დამოკიდებულება აქვთ განათლების სწავლის და განათლების მიმართ აბსოლუტურად ითხოვენ, უნდათ, ხო? წყურიათ. ხო, ჩვენ მაინც რაღაცას ცოტას მაიმუნობდით, ხო, რაღაცნაირად დროს ვაცდენთ. ძალით არაფერს არ აკეთებენ, აუცილებლად მინდა დაგეთანხმო მეც, იმიტომ რომ რაღაც სხვანაირი ახალგაზრდები არიან, გარდა იმისა, რომ თავიანთი ქვეყნისთვის ბოლომდე იბრძვიან და ყველაფერს აკეთებენ ამისთვის ჩვენთან ერთად, რა თქმა უნდა, სწავლა მათთვის არის უპირველესი და ეს არის პრიორიტეტული გახდა. სწავლა, იმიტომ რომ ზუსტად იციან, რომ სწორედ სწავლა არის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, სწორედ მათი მომავალი ცხოვრებისთვის, მათი ქვეყნის მომავლისთვის, შვილებისთვის და ასე შემდეგ. მაგრამ აქვე უნდა დავძინოთ, რომ მათი უნდათ სწავლა, მაგრამ თუ კარგი პლატფორმა არ იქნება, ხო მართალია, ვერაფერს ვერ გააკეთებენ. აბსოლუტურად. ამიტომ ვისაუბრებ დღეს ძალიან საინტერესო და ძლიერ პერსპექტიულ უნივერსიტეტზე. ეს გახავთ ბრიტანული უნივერსიტეტი, რომელიც საქართველოში არსებობს უკვე და რომელიც კურსდამთავრებულებს აძლევს ზუსტად იმ დიპლომს და ყველა პრივილეგიას და ბენეფიტს, რაც ბრიტანეთში კურსდამთავრებულებს ეძლევათ. ანუ ეს უბრალოდ სიტყვები არ არის. რა თქმა უნდა, გეთანხმები დავამატებ, რომ უნივერსიტეტს აქვს შეთანხმება ბუკინგემის უნივერსიტეტთან, არ მოგესმათ. მუშაობის პროგრამებზე, სტაჟირების პროგრამებზე აქვს ძალიან ბევრი საინტერესო და სასარგებლო შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოკლედ სიამოვნებით ვიქნებოდი ახლა სტუდენტი ისეთი კარგი. მე მგონი ამრჩენია ჩემო ძვირფასება, რომ თქვენ ძალიან კარგად ჩამოაყალიბეთ, თუმცა აუცილებლად უნდა წარუდგინოთ ჩვენს ტელემაყურებელს, რომ უფრო დეტალურად ვისაუბროთ ამ ძალიან მნიშვნელოვან თემაზე, მაყურებლისთვის ძალიან საინტერესო თემაზე და ისაუბრებენ ჩვენი სტუმრები ბრიტანული უნივერსიტეტის სოციალური მეცნიერების ფაკულტეტის დეკანი ლევან გურგენიძე და ამავე უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ბიზნესისა და მენეჯმენტის მიმართულებით ნინო ლობჟანიძე. გთხოვთ მოგბრძანდეთ, დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენი სტუმრები. გამარჯობა. პირველ რიგში დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენთან პირდაპირ ეთერში და მადლობა თქვენ და უზარმაზარ გუნდს, რომ ესეც საქმეს აკეთებთ ახალგაზრდებისთვის, სტუდენტებისთვის და არ ვიცი, ახლა ბრიტანეთში გაცვლითი პროგრამები, დიპლომი, რომელიც საერთაშორისოა და ზუსტად იგივე ძალა აქვს, რაც ბრიტანეთში, ეს პატარა ამბავი არ არის. ხო მართალია და ამ ყველაფერზე ხა მინდა რომ ძალიან დეტალურად ვისაუბროთ. ლევან, თქვენგან დავიწყოთ? ნინო, დავიწყოთ. მე მაინც მამაკაცის ხარე დავიჭირე, მაგრამ ჯენტლმენი. ნინო ჩემ გვერდით ზის, მაშინ ერთ კითხვას დაუსვამ თუ შეიძლება. ნინო, აი ძალიან დიდი კონკურენცია ბაზარზე ნამდვილად და რატომ უნდა ავირჩიოთ რაღაც კითხვის ფორმა ასეთი შევარჩიე ბრიტანული უნივერსიტეტი? პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მოწვევისათვის. მშვენიერი კითხვა. ვფიქრობ, დიახ, ნამდვილად გეთანხმებით, რომ ძალიან დიდი კონკურენციაა საქართველოს საგანმანათლებლო ბაზარზე. მით უფრო ბიზნესის და მენეჯმენტის კუთხით საკმაოდ ბევრმა უნივერსიტეტმა უკვე საკმაოდ კონკურენტუნარიანი საგანმანათლებლო პროგრამები შემოგთავაზა სხვადასხვა საფეხურზე სწავლების, ეს არის ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა. თუმცა ჩვენ მით უფრო როგორც ახალბედა უნივერსიტეტმა ფაქტობრივად მოვახერხეთ ის, რომ უკვე ლიდერები ვართ, ერთ-ერთი ვართ ლიდერებთან შორის. და რა არის ამის მიზეზი? პირველ რიგში ეს არის ის, რომ ჩვენ დავიწყეთ
მაშინათვე საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით მუშაობა და ეს ძალიან მიმზიდველია როგორც საუნივერსიტეტო სივრცის ნებისმიერი წარმომადგენლისთვის, სტუდენტისთვის, აკადემიური პერსონალისთვის, მოწვეული პერსონალისთვის და ეს ყველაფერი საბოლოოდ ჰარმონიზებული გავხადეთ ეროვნულ სტანდარტებთან. და საბოლოო ჯამში ისე მოხდა, რომ ეროვნული სტანდარტები თანდათან უფრო და უფრო უმჯობესდება და უახლოვდება ევროპულ საერთაშორისო სტანდარტებს და ჩვენ ამ ყველაფრისთვის უკვე მზად აღმოჩნდით და დავხვდით ამ ცვლილებებს. მოგახსენებთ, რომ ჩვენ უკვე ახალი პროგრამებით შევიმუშავეთ, ლევან შეგვიძლია დავასახელოთ. ეს არის აღმასრულებელი ერთწლიანი სამაგისტრო პროგრამები ბიზნესსა და ფინანსებში. ეს არის სწორედ ამ სიახლეების ნაყოფი და ერთ-ერთი პირველები ვართ საქართველოს ბაზარზე, ვინც ეს პროგრამა შეიმუშავა და ახლახანს მივიღეთ აკრედიტაცია სხვათა შორის. რა მაგარია გილოცავს. ისიც რა მაინტერესებს, აი რას მიიღებს სტუდენტი, აი ყველასგან განსხვავებულს ბრიტანული უნივერსიტეტისგან? უფრო მეტი დეტალი რომ გითხრათ მაყურებელს. ნამდვილად, უფრო დეტალებში ჩავალ. ჩვენი სასწავლო პროცესი ახლა მე გახლავართ თან პროგრამის ხელმძღვანელი და ყოველკვირეულად ვუყურებ პროცესებს და მართავ პროცესებს შესანიშნავ გუნდთან ერთად ლევანის ხელმძღვანელობით. ჩვენი სასწავლო პროცესი მთლიანად არის მართვადი როგორც ქართული მხარის მიერ, ისე ბრიტანული მხარის მიერ. ბუკინგემის უნივერსიტეტიდან მიმაგრებულები არიან შესაბამისი სპეციალისტის ლექტორები, სპეციალისტები და უყურებენ თითოეულ პროცესს. დავიწყოთ თავიდან. პირველ რიგში მზადდება საგამოცდო საკითხები მთელი სემესტრის განმავლობაში გადასანაწილებელი. ეს საგამოცდო საკითხები მოწმდება ბუკინგემის უნივერსიტეტში და დასტურდება მათ მიერ. მხოლოდ მას შემდეგ შეგვიძლია ჩავუშვათ სტუდენტებთან მუშაობის პროცესში. შემდგომ უკვე თითოეული საგნის სილაბუსი, გამოყენებული ლიტერატურა, დამატებითი რესურსები, ყველაფერი განსაზღვრული და შეთანხმებულია ბუკინგემის უნივერსიტეტთან. შეთანხმებულია გულისხმობ საერთაშორისო სტანდარტებს მიყვება და ჩვენ ბუკინგემის უნივერსიტეტთან კიდევ ცალკე გვიწევს ეროვნული რეგულაციების შეთანხმება და ორმაგად ვითვალისწინებთ ეროვნულ და საერთაშორისო სტანდარტებს თითოეული დეტალის თვალსაზრისით, რასაც ახლა ვახსენებ. გარდა ამისა, თითოეულ დავალებაში მე ვგულისხმობ პრეზენტაციებს, რეპორტებს, ქვიზებს და ასე შემდეგ. ჩართულია ბუკინგემის უნივერსიტეტი ასევე. და როგორ? ჩვენ გვაქვს ესეთი პლატფორმა Canvas-ი, უნივერსიტეტმა შეისყიდა ეს პლატფორმა სტუდენტებისათვის სპეციალურად და აქ ყველაფერი ატვირთულია, ყველა მასალა განთავსებულია და ბუკინგემის ლექტორები მეთვალყურეობას ახდენენ ფაქტობრივად, რა დავალება როგორ შესრულდა, თითოეული დავალება თითოეულ სტუდენტთან. გარდა ამისა, გვაქვს ეგრეთ წოდებული double marking-ი, ორმაგი შემოწმება. ეს დავალებები რომ მოწმდება, ლექტორის შემოწმებული ჯერ მეორე მარკერთან მიდის შემსწორებელთან საქართველოშივე და შემდეგ მესამე გამსწორებელთან ბუკინგემის უნივერსიტეტში. ხო, ძალიან. სტუდენტებთან ერთად ლექტორების კარგად მეცადინეობა. ძალიან ესეთი განსაზღვრული ჩარჩოპირობები გვაქვს და შემდეგ უკვე ხდება ამ ყველაფრის კულმინაცია და შემოწმება უკვე ეგრეთ წოდებულ საგამოცდო საბჭოზე, exam board-ზე. ლევანს შეუძლია ამ თემაზე ისაუბროს, ახლახანს გვქონდა სწორედ წინა სემესტრის exam board-ი. გააგრძელებთ ლევან? და სიამოვნებით მოგისმენთ. კი ბატონო, ნინო ძალიან დიდი მადლობა. მეც მადლობას გიხდით მოწვევისთვის. exam board-ი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი არის ბუკინგემთან თანამშრომლობის. სტუდენტის შეფასება არის ის კომპონენტი, რითაც ბუკინგემი წყვეტს თავის გადაწყვეტილებას და შემდეგ ამას ამტკიცებს სენატზე და შესაბამისად აძლევს კვალიფიკაციას სტუდენტს. თქვენ რაც თავიდან აღნიშნეთ, რომ ბუკინგემი თავის დიპლომს გაცემს სტუდენტებს, სწორედ აი ამ პროცესის შედეგად იღებს გადაწყვეტილებას. შესაბამისად ეს ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი არის. აქ დავამატებ იმასაც, რომ სტუდენტის მიმართ ინდივიდუალური მიდგომა არის ჩვენი უმთავრესი ამოცანა. ძალიან მნიშვნელოვანია. თქვენ დასაწყისში ასევე აღნიშნეთ, რომ თანამედროვე თაობა განსხვავებულია ჩვენი თაობისგან. შესაბამისად ჩვენ გვჭირდება, რომ მუდმივად შევისწავლოთ მათი ინტერესები, ვემუშაოთ ინდივიდუალურად, რომ აღმოაჩინოთ ის უნიკალური თვისებები, შესაძლებლობები და ვთქვათ, მათთვის დამახასიათებლები, რითაც ჩვენ მოვარგებთ ჩვენ სასწავლო მასალებს და გარემოს, რომ შესაბამისად მივცეთ ის შესაძლებლობები, რა შესაძლებლობებიც უნდა მიცეს უნივერსიტეტმა. თქვენ კადრებში ხედავთ, რომ სპეციალურად გარემო გვაქვს ამისთვის მოწყობილი, რომ სტუდენტს ვთქვათ, ინსპირაცია მის შთაგონება მისცეს, გაუჩინოს სურვილი, რომ უფრო მეტი ისწავლოს, მეტად ისწავლოს
ჩვენი სწავლის კულტურა, ჩვენი თაობის განსხვავდება ახალი თაობის სწავლის კულტურისგან, შესაბამისად ჩვენ ეს უნდა კარგად გვესმოდეს, რომ მასალაც და ვთქვათ სასემინარო გრაფიკით შესაბამისად დავგეგმოთ და მოვამზადოთ. ინდივიდუალურ მიდგომას ასევე ემატება ის, რომ ყველა სტუდენტს თავისი მენტორი ყავს, მენტორის სქემა გვაქვს. სტუდენტი თვითონ ირჩევს თავის ინტერესიდან გამომდინარე თავის მენტორს, რომელიც ამ ადამიანს, ახალგაზრდა ადამიანს ეხმარება, რომ კარიერულად და აკადემიურად წინ წავიდეს. და ბოლო კომპონენტი ინდივიდუალურ მიდგომასთან დაკავშირებით არის ვასწავლეთ ეგრეთ წოდებული ტუტორიალებით, რომელიც არის მცირე ზომის ჯგუფი. ამ ყველაფრით კი ვცდილობთ, რომ ბრიტანული მოდელი, რაც არის ჩვენი პარტნიორი ბუკინგების უნივერსიტეტმა, რითაც საუკეთესო შეფასება აიღო გაერთიანებულ სამეფოში, აი ეგ მოდელი დავნერგოთ საქართველოში და იგივე შესაძლებლობები მივცეთ ქართულ სტუდენტებს. ბუკინგების უნივერსიტეტი არის, მე მგონი, თუ არ ვცდები, პირველი უნივერსიტეტი ბრიტანეთში, რომელიც კერძო უნივერსიტეტი, უბრალოდ პირველი კერძო უნივერსიტეტი, ხო მართალია? დიახ. ძალიან საინტერესოა ვისაუბრეთ მეთოდზე და ძალიან ბევრ რაღაცას შეეხო. ნინა და იცით რა მინდა გითხოთ ამ შემთხვევაში გრანტების თემაც ძალიან საინტერესო იქნება სტუდენტებისთვის. რომ გავაცოთ, როგორ ხდება დაფინანსება მაგალითად თვითონ სტუდენტს. არსებობს თუ არა? როგორ მორგებული არის თუ არა სტუდენტზე ეს ყველაფერი. აქვს თუ არა შანსი იმისა რომ გრანტი მიიღო. დიახ, ჩვენ გვაქვს უნივერსიტეტში ვაჟა-ფშაველას ფონდი, რომლითაც სტუდენტებს ვაძლევთ შესაძლებლობას, რომ მიიღონ სახელმწიფოსგან დამოუკიდებლად კიდევ შიდა საუნივერსიტეტო დაფინანსება. და ამის შესაძლებლობა ეძლევა აბსოლუტურად ყველა სტუდენტს. გვაქვს პროცედურულად გაწერილი სარეგისტრაციო ფორმას ავსებს, ინტერვიუს უტარებთ, სამოტივაციო წერილს წერს და შესაბამისად სპეციალური საბჭო იღებს ამაზე გადაწყვეტილებას. ასევე მაქვს ინფორმაცია, რომ სტაჟირება შეიძლება, ხო, სტაჟირების გავლა შეუძლიათ თქვენთან. ამდენ ანაზღაურებადი არის თუ არ არის სტაჟირება ამ შემთხვევაში? სტაჟირება საქართველოში თუ უცხოეთში, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა. სტაჟირების შესაძლებლობა გვაქვს როგორც საქართველოში, ისე სხვა ქვეყნებში. ძალიან კარგი კითხვა, იმიტომ რომ ეს ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, რასაც სტუდენტებს ვთავაზობთ. ვეძახით გლობალური სტაჟირების პროგრამას და შესაძლებლობას ვაძლევთ ჩვენ სტუდენტებს, რომ სტაჟირება გაიარონ ისეთ ქალაქებში, როგორც არის ლონდონი, მადრიდი, პარიზი, ტოკიო, ჰონკონგი და კიდევ ბევრ ქალაქში. ოხ, რანაირები ჩამოწვა და აქვე გასულ პროგრამებზეც ვისაუბრებთ, რადგან უსხოთე ხო. ველოდებოდი ამ კითხვაზე მე და მაინტერესებს მე რა. ლუქს სტუდენტებსაც აინტერესებს და ძალიან კარგი გამოცდილებაა რეალურად, ხო მართალია? და ძალიან დანერგილი და აპრობირებული და ყოველს ძალიან უყვარს და აინტერესებს. გარდა სასწავლო პროგრამისა, ხო, კიდევ რა შედის ამ გაცვლით პროგრამებში, იგივე საცხოვრებელს გულისხმობ და ასე შემდეგ. ჩვენი მისიიდან დავიწყებ, ჩვენი მისია არის, რომ მომავლის ლიდერების გაზრდას შევუწყოთ ხელი. შესაბამისად, ყველა სტუდენტმა თავი უნდა აღმოაჩინოს და თავისი უნიკალური პაკეტი უნდა შეკრას იმ უნარებით, რა უნარებით თვითონ უნდა რომ საზოგადოებაში მოახდინოს პოზიციონირება. შესაბამისად, აკადემიური და ვთქვათ, ესე სტაჟირების შესაძლებლობები მსუყეთ არსებობს, ესე რომ ვთქვათ, აკადემიური გაცვლითი პროგრამები გვაქვს როგორც თვითონ ბუკინგემის უნივერსიტეტთან, ასევე სხვა ევროპულ ქვეყანაში, მაგალითად იტალიაში, პოლონეთში, რუმინეთში, საბერძნეთში და ასე შემდეგ. ასევე გვაქვს ჩვენი სტუდენტებისთვის ძალიან საინტერესო აკადემიური გაცვლითი პროგრამა იაპონიაში, ტოკიოში, მეისეის უნივერსიტეტთან. რა მაგარია. გინდა ხო? ყველაზე ძალიან. კიდევ ერთი ინფორმაცია მაქვს, რომ ეგრეთ წოდებული graduation-ი ქართულად არ ვიცი ზუსტად როგორ ალბათ დიპლომების გადაცემის დღე. ცერემონიალი, კი ბატონო, როგორც ვიცი, საქართველოშიც ხდება და ასევე ბრიტანეთშიც და ეს როგორ შერჩევით ხდება, თქვა წარჩინებული სტუდენტი ბრიტანეთში მიიღებს ამ ყველაფერში მონაწილეობას თუ ნებისმიერ სტუდენტზე აისახება, ვრცელდება? ეს ყველაფერი ჩვენ იმდენად ისეთი კონტინგენტი ყავს, რომ ფაქტობრივად უკვე შერჩეულნი არიან ყველანი, ყველა სტუდენტი და აბსოლუტურად ყველა სტუდენტს აქვს შესაძლებლობა, რომ ამ ორ ძალიან მნიშვნელოვან, მათთვის ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებას დაესწრონ, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ. და მეცაც გეტყვით, ჩვენი სტუდენტებისთვის ეს ერთგვარი мотиваციაც არის, რომ მათ ისწავლონ ძალიან კარგად. და საბოლოო ჯამში მათი სწავლის შედეგები იზეიმონ ორ ქვეყანაში. ანუ ნების ყველა სტუდენტზე ვრცელდება ეს, როგორც საქართველოში. რა მაგარია. კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია არის ის, რომ გაქვთ სკოლა, ხო, როგორც ვიცით, რომ აუცილებლად უნდა ვისაუბროთ სამ ძირითად მიმართულებაზე, მიმართულები ხართ, ასე ვთქვათ, ხო? აუცილებლად უნდა ვისაუბროთ სკოლაზე და გავაცნოთ ტელემოყოლებას.
კეთილი. ჩვენ სკოლას ქვია ოკლიფის სკოლა, რომელიც უნივერსიტეტთან ერთად აი ბრიტანულ მოდელზე დაფუძნდა. გვაქვს როგორც ქართული კურიკულუმი, რის შედეგადაც მოსწავლეები იღებენ ატესტატს, ასევე არის საკუთრივი ზღვარიც რომ დავასახელოთ აქვე, იმიტომ რომ საინტერესოა ძალიან. ანუ ჩვენ შევძლებთ თუ არა. ჩვენ ხო ზუსტად ამიტომ გადმოგხედეთ, რომ ჩვენ რამდენად შევძლებთ მაგამ ფაქტს. მე-11, მე-12 კლასები ზუსტად და მეორე პროგრამა, რასაც მოსწავლეები სკოლაში გადიან, არის საერთაშორისო მოსამზადებელი პროგრამა. ყავს პარტნიორი უნივერსიტეტები, როგორც გაერთიანებულ სამეფოში, ისე ამერიკაში და ამ პროგრამის შედეგად მოსწავლე მიიღებს ატესტატს, სერტიფიკატს ამ პროგრამის დასრულებით და შეიძლება რომ სწავლა გააგრძელოს როგორც გაერთიანებულ სამეფოში უნივერსიტეტებში, ისე ამერიკაში. მოდით სკოლაზე რაღაცა კიდევ უფრო დავკონკრეტდეთ, მე მგონი მაყურებელი ძალიან დაინტერესებული იქნება ამ ყველაფრით და აი უფრო კონკრეტიკა ჯობს რომ შევიტანოთ. თქვათ, აი მყავს შვილი და მინდა რომ მოვიყვანო თქვენთან სკოლაში პირველ რიგში რას ვაკეთებ. 9 კლასიდან. ოღონდ უკვე მაღალ კლასებზე ლაპარაკობ, რომ მე-10, მე-11, ხო, სწორად მე-11 და მე-12 კლასებზე საუბარი. ბატონო მე რომელსაც გინებათ? მე გიპასუხებ. მე პირადად გადაკვეთა არ მაქვს, მაგრამ მეც ვიცი ეს პროცედურები და ვიცი რომ გამოყოფილნი არიან სპეციალურად მენეჯერები, რომელსაც შეგიძლია დაუსვა უამრავი კითხვა, გადაგამისამართებენ შესაბამის სპეციალისტებთან, არ დარჩებით პასუხგაუცემელი არც ერთ ეტაპზე, მიგიწვევენ ასევე დაგათვალიერებინებენ სივრცეს, მდგომარეობა, სიტუაციას აგიხსნიან წინასწარ, დაგეგმათ შესაძლებელია პროცესების და ეს ყველაფერი საერთო ჯამში კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის ამ სკოლას. დიახ. კი ბატონო. და რამე კონკურსის გავახომ არ უწევს მოსწავლეს, სანამ თქვათ მოხდება თქვენ სკოლაში. როგორც ვიცი, რეგულაციების მიხედვით ხდება სკოლაში ჩარიცხვა, ან კანონის მიხედვით, როგორც საქართველოს განათლების კანონი არეგულირებს ამ პროცესს. გამოცდები ვიგულისხმე კონკურსი, ნუ რაღაც სპეციალური გამოცდები ხომ არ არის? ის შედეგადაც? არა, გამოცდები არ არის. ჩვეულებრივად შეუძლია რომ თავისი საბუთები გადაიტანოს სკოლაში. ხო, როგორც არის კანონმდებლობით თვალისწინებული. ინგლისურის გარკვეული ცოდნა, რადგან მაღალი კლასები ამიტომ სვამავ კითხვებს. ინგლისური ენის ცოდნა მნიშვნელოვანია, რადგან მეორე, აი საერთაშორისო მოსამზადებელი პროგრამა რაც არის, იმას სრულად ინგლისურად სწავლობენ და შესაბამისად ინგლისური ენის დონე საჭიროა რომ იყოს მაღალი. რამე ხო არ გინდათ კიდევ რომ დავამატოთ, რომ გავაცნოთ ტელემაღაზიის გამომწვევად კი ვისაუბრეთ. ჩემთვის ყველაფერი გასაგები. დიახ, ერთადერთი დავამატებდი იმას, რომ ყველაზე მთავარი გამოწვევა რაც იყო ბოლო დროს საქართველოში, საგანმანათლებლო სივრცეში, ეს იყო თეორიისა და პრაქტიკას შორის სივრცე, რომელიც ჩვენ შევეცადეთ, რომ მაქსიმალურად დაგვეახლოვებინა და დღეს ეგრეთ წოდებული მრგვალი მაგიდის პრინციპით არ მეგულება საგანი ჩვენს პროგრამაში ისეთი, სადაც თეორია არ არის გაძლიერებული პრაქტიკული აქტივობებით და ეს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა. ძალიან დიდი მადლობა. წარმატებას გისურვებთ. თქვენ და კიდევ ერთხელ ვიტყვი მთელს გუნდს, რომ ესეც მნიშვნელოვან საქმეს აკეთებთ ჩვენი ქვეყნისთვის პირველ რიგში და ახალგაზრდებისთვის, რომელსაც როგორც უკვე აღნიშნეს, უყვართ სწავლა. ძალიან დიდი მადლობა. წარმატება თქვენს უნივერსიტეტს და ბუკინგემის უნივერსიტეტს მოვიკითხავთ აქედან. მოდი როგორი ხო დროა რომ რეკლამაზე გავიდეთ, ძალიან მალე დაგიბრუნებთ, რა თქმა უნდა, არ უნდა გადაცდოთ. დავბრუნდით პირდაპირ ეთერში და როგორ დავბრუნდით? ესე იგი, კადრს მიღმა, მოდი გავამხელთ ჩვენ საუბარს, როგორ ველოდებოდით ამ ადამიანის მოსვლას და აი ამ საოცარ სავარძელში ჩაბრძანებას, იმიტომ რომ მუდამ დიდი სიამოვნება ქეთი ოდიშელის მოსმენა, ასტროლოგია დღეს ჩვენი სტუმარი და პირველად ახას რაც თავარია და მიხარია რომ კიდევ ხედავ დაარწმუნებული ვარ რომ კიდევ დაგინახავ და აქვე მივაბამ იმ ამბავს რომ 14 მარტი იყო ძალიან მნიშვნელოვანი დღე, როგორც ვიცი და დრო რომ არ დავკარგოთ ქეთი და ბევრი რაღაცა წინასწარ შესავლები არ გავაკეთოთ, აუცილებლად უნდა მოვყვეთ 14 მარტის მნიშვნელობაზე, იმიტომ რომ როგორც ვიცი, ეს იყო არის დაბნელება. არც ვაცი, არც ვაცხელე, პირდაპირ თემაზე გადავედი, იმიტომ რომ მე ძალიან მაინტერესებს, ხო, მე მგონი რომ
ჩემზე ძალიან და უნდა დავიწყოთ დრო არ დავკარგოთ. ესე იგი 14 მარტი გაახდათ მთვარის დაბნელება ქალწულის ზოდიაქოში, რომელიც 19 წელიწადში ხდება ხოლმე. და გავლენას ახდენს შვენიერი საზოგადო მოვლენებზე ახდენს. დიდი მადლობა. მოვლენებზეც და ეხლა ვილაპარაკებ კვირის კეთი ჩამოგართვა ყველანაირი ესე ვთქვათ. შვენიერი. გავჩუნდი ხმას არ ვიღებ კეთი გისმენთ. ესე იგი 14 მარტი კი არა, იდეაში ყოველი დღე რაღაცა მარტში ხდება. ინდოეთში რო ყოველ დღე რაღაც დღესასწაულები აქვს, დაახლოებით ეგრე, ყოველ დღე დატვირთულია. მე ესეთი მარტი პრინციპში არ მახსოვს, რაც ამ თემაში ვარ, ასტროლოგიის და ეზოთერულ თემაში. იმიტომ რომ ნამდვილად რთულია, მაგრამ ისეთია, თან პოპკორნით შეგვიძლია ჩაუჯდეთ რა, ბევრი რაღაც ხდება. მოწყენის დრო არ გვაქვს ჩავუჯდეთ. კი, რა თქმა უნდა, ჩვენზე გადადის. იცი რა, განვითარებაზე ორიენტირებულ ადამიანს ყოველთვის აქვს მაგის თავი, იმიტომ რომ როგორი კრიზისებიც არ უნდა გქონდეს ცხოვრებაში, თავარი არის თუ ვაზროვნებთ და ადამიანები ვართ, რა თქმა უნდა და ვაზროვნებთ, ყველა ვარიანტში რაღაცა უნდა გავაანალიზოთ, რაღაც დავინახოთ და ყველაზე მაგარი რაც არის ამ ამბავში, ნუ აი ტყუპები ხართ აქ ორნი წარმომადგენელი და ტყუპების მართველი, ისევე როგორც ქალწულის მართველი არის პლანეტა მერკური და მერკური როგორია, ტრიქსტერია. ანუ სერიოზულობას ვერ მოთხოვ? სერიოზული არის იდეაში. ნახეთ, მითოლოგიასაც რო გადავხედოთ, ხო, არიან ღმერთები და ეს თითქოს კიდე იმათზე ცალკეა რა, დაბლა არა ნამდვილად. შეიძლება ვთქვათ, რომ მაღლას მართველი, ხო? და ამიტომ მას სერიოზულობა არ უნდა მოვთხოვოთ. ყველაზე კრიზისულ სიტუაციაში შეიძლება ისე მოიქცეს, რომ რაღაც ძალიან ისეთი იუმორი შეიტანოს და ეს პრინციპი არის გასათვალისწინებელი აუცილებლად. ცოტა იუმორით უნდა შევხედოთ რაღაცებს და არაორდინალური სიტუაციები, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეს ყველაფერი დაბნელებების ფონით მიდის რეტროგრადული ვენერას, მარტი დაიწყო რეტროგრადული ვენერაც და დაბნელება იყო გაჩერებული მერკურით. ახლა მე უკან წამოვიდა დღეს გუშინ უფრო სწორედ. ასე რომ ანუ კარგია. რეტროგრადულია. გააჩნია რისთვის, მოდი ესე ვთქვათ. ახლა დრამებს გავთხოვმე ასტროლოგები ზოგადად, რომ რეტროგრადულ მერკურიზე არის უკვე სულ ყველა ხუმრობს, ხო, რომ აი რაღაცა რეტროგრადული მერკურია, შეცდომების დაშვების ალბათობა, ყოფილების მობრუნების მართლა, იმიტომ რომ ვენერაც რეალურად ეგ არის. და ნახეთ ორივე ერთასთან ასაკეთებენ, ნახე ვენერა და მერკური. ანუ ერთი სიტყვას წერს, თქვათ აი სამეფოა, ხო? ერთი არის სერიოზული პირი, რომელიც სიტყვას წერს, როგორ მეფე, როგორ წარს დგეს მაგალითად მტერის თუ მოყვარის წინაშე და მეორე არის როგორ წარმოთქვას, როგორ საერთოდ რა ფორმით გამოვიდეს, ხო? და ეს ორივე როცა აერორებს, როცა ხარვეზებია ამ ორივეს თემაში ერთდროულად, საკმაოდ რთულია. და თან დაბნელებები ხო ყველაფერს ისედაც ამძაფრებს, ყველაფერს ხაზს უსვავს და ნუ 10 მაგათ უფრო მნიშვნელოვანია ეს გასავლელი პერიოდი, ამიტომ შეცდომების დაშვების ალბათობა მარტის დასაწყისიდანვე ძალიან ისეთი დიდი იყო, მაღალი იყო და ფაქტიურად უნდა ვეცადოთ თითოეული ადამიანი, რომ ახალი რაღაცები კი არ დავიწყოთ და ახალი რაღაც ისეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები კი არ მივიღოთ, არამედ პირიქით ძველი დავაკორექტიროთ, იმიტომ რომ დროის მანქანაში ვართ ჩათვალეთ და ეხლა შეგვიძლია აი საჭე დავიჭიროთ კარგად, მყარად, მტკიცეთ და როგორ სტრატეგიას დავისახავთ. ამაზეა დამოკიდებული. ოღონდ ახალი რაღაცები, მით უმეტეს ახლა ტელევიზიას მერკური განაგებს ზოგადად სატელევიზიო ხარვეზები ამ სფეროში, ინფორმაციებთან ძალიან ყურადღებით უნდა ვიყოთ, იმიტომ რომ თითოეულ ნათქვამ სიტყვას შეიძლება გქონდეს მერე სავალალო შედეგი. რა თქმა უნდა, იუმორი ვახსენე, ეს ყოველთვის და ყველგანო გავითვალისწინოთ ძალიან კარგი იქნება და რა თქმა უნდა, ყოველ გადაცემაში სულ ვიძახი და სულ გავიმეორებ უზნაძის განწყობის თეორია გავიხსენოთ ხოლმე, ელემენტარულად არ გვინდა ეხა თეორიების შესწავლა, უბრალოდ სიტყვის მნიშვნელობა. და კიდევ დაუკვირდეთ სიტყვას დერეფანი. დერეფანი, ანუ თითქოს გვეუბნება, რომ ანუ დანიშნულების ადგილამდე უნდა ნებისმიერ შემთხვევაში მოგვიწევს მისი გავლა. ანუ მისი გვერდის ავლით არ ხდება. ასე რომ როგორც არ უნდა სირაქლემას პოზა მივიღოთ და რაც არ უნდა გავაკეთოთ, ის ცვლილებები და ის ტრანსფორმაციები, რომ აი თავი მოვიტყუოთ მაგალითად და ეხლა გამოვძვრეთ ამ სიტუაციიდან არ გამოვა. ამიტომ ძალიან ჭკვიანურად გასავლელია ეს პერიოდი, მაგრამ ძირითადად ძველის დაკორექტირება. უპერს მაინც გამოგვივა ხო იცი?
ხო, რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა. ეხლა დღეს არის ბოდიში ძალიან მნიშვნელოვანი დღეებია. გუშინდელი დღიდან დაიწყო 20-მდე, ანუ 19-ის ჩათვლით ეს შუალედი. ესე ეზოთერულ აი ზოროასტრიზმში არის გლოვისა და მწუხარების დღეებად მოხსენიებული. ეს არის ნულოვანი დღეები, როდესაც ხდება ერთგვარი ჩამოწერა ყველაფრის და გლოვის და მწუხარების რატო? იმიტომ რომ ნახეთ, ბავშვიც რო იბადება ტირილით, ხო? ანუ რაღაც ეტაპს ასრულებს და რაღაც ახალ სიცოცხლეს იწყებს, ხო და რაღაც მსგავსი, ანუ იქ რასების გამოტირების იდეა არის და ეს ასე ვთქვათ, ჩვენ ცოტა სხვა კუთხით მივუდგეთ. ნახე, ყოველი დღე, აი ეს დღეები, პირველ რიგში ვიტყოდი, რომ ძალიან არ არის ამ დღეებში სასურველი მინერალური ქვების ტარება. თუ მაინც და მაინც ვეფხვის თვალი, დამცავი 1-2 ქვა არის ესეთი, რომელიც შეგვიძლია ვატაროთ, იმიტომ რომ ქვები პრინციპში ყველაფერი ცოცხალია, ქვაც ცოცხალია, ხო და რა თქმა უნდა მინერალური ქვები არიან გარკვეული ენერგიის მატარებლები და ეს მინერალური ქვები ძალიან იწოვენ ამ დღევანდელ და ზოგადად ამ მორიგი დღეების ენერგიასაც. კეთილია ჩაგიკითხო, მაპატია რომ გაგაწყვეტინო, მაგრამ მაგალითად რა შემთხვევაში როგორ აისახება კონკრეტულად ადამიანებზე ის მდგომარეობა, რაზეც ახლა გაამახვილე ყურადღება, აი რა შეიძლება მაგალითად რომ ადამიანი სისუსტე, ხასიათის და ზოგადად დერეფანის პერიოდშიც ნახეთ დაბნელებიდან დაბნელებამდე ისედაც აქტუალურია თან დაშვება შეცდომების დიდია თქო ვთქვით ხო ალბათობა ამისი და ისეთი რაღაცები შეიძლება შეცდომები დაუშვათ რომელიც რაღაც მტკივნეული იქნება რა თქმა უნდა ხო თითოეული ჩვენთაგანისთვის და ამიტომ თან იმდენად ბევრი რაღაც ხდება აი მე 27-ში ლილიტი მორიელში გადადის 30-ში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პლანეტა ადგილს იცვლის ზოდიაქოს ნიშანს და იმიტომ თქვი ყოველი დღე თითქოს რაღაც ენერგიების ცვლილებას უკავშირდება და აი თითოეული ნიშნისთვის მაგალითად ახლა დღესაც ხო პროგნოზს გავაკეთებთ მაგრამ იმდენად ჭრელია მარტი რომ ეს პროგნოზი ანუ მაინც და მაინც ამაზე არ ჩავიციკლოთ იმიტომ რომ დღეს ერთი კვირა მაგალითად თუ შედარებით ესეთია მეორე კვირაში უკვე შეიძლება სხვა ფონი მოიტანოს მთავარი არის სწორად გავიაროთ კიდევ ერთხელ ვამბობ და სწორი გაკვეთილები და სწორი შედეგები დავდოთ აი გაკვეთილებად აღვქვათ ის მკივნეული მომენტებიც ფაქტიურად და სწორი შედეგები დავდოთ ჩვენი აზროვნებით და ჩვენი ასე ვთქვათ ეს პოზიტიური ხედვით და მაინც სიფრთხილე გუმართებს დაწონა სწორებულობა და კი აი ეს სანთელიც მოგიტანეთ დღეს საჩუქრად დღევანდელი და 19-ის ჩათვლით არის მზის ენერგიები, იმიტომ რომ ნახეთ ერთი ციკლი სრულდება, ანუ თევზები სრულდება, 20-ში ახალი წელიც გვაქვს, კარგი ამბავი აუცილებლად ამასაც შევახოთ. შევეხოთ, ხო, 20-ში ან 21-ში უწევს ხოლმე წელს დაახლოებით პირველი საათისთვის დღის გადადის ვერძის ზოდიაქოს ნიშანში. ეს არის ბედნიერების საერთაშორისო დღეც არის მგონი აღინიშნება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ახალი ციკლი ნახეთ, წლის განმავლობაში ზოდიაქალური ნიშნები რომ მოყვება 12 და ეს არის ანუ თევზებში გროვდება ხოლმე აკუმულირება ხდება ერთგვარი ნეგატივის ყველაფერი ერთად ხო იმიტომ რომ თითქოს ყველა სხვა ნიშანს მოიცავს ამიტომ ეს არის თევზების თითქოს ბოლო 5 დღე თითქოს კი არა ბოლო 5 დღე როდესაც აი გამოტირება თქო რატო თქვი ისეთი სიტყვა ცოტა შეიძლება ახლა სასიამოვნო მაგრამ ნახეთ რეალურად ყველაფერი აი ყოველი დღე ფურცელზე დავწეროთ ერთი ძირითადი პრობლემა და დავწვათ სანთელზე რომ აი რაღაც თან გავაანალიზოთ ხო აი რას უკავშირდება და ძალიან კარგია ყოველდღე რა თქმა უნდა ლოცვა აუცილებლად და სანთლების ანთება. ნუ ეს სანთლები კონკრეტული აუცილებლად კონკრეტული სიმბოლოებით არის ეს რაღაც ბარაქის სიმბოლოთი და ბარაქა გქონოდეს. დარიჩინი და დარიჩინი ხო და კი რაღაცები წერია კი. რაღაცები წერია. ხო და სუნიც აქვს კი ბატონო. არომატული. ეს შეეხება მარტს კეთი. კი. ცოტა აპრილისკენაც ხომ არ გაგვეხედა. გაგვეხედა. იმიტომ რომ ნახე რეალურად მარტი იმდენი მაშინ ჯერ მარტი მე მეგონა არა მარტი მე მგონი ამომწურავად მაინც თქვით ხო თუ რამე არ გვაქვს დარჩენილი აი 20-ში ახალი წელი ვთქვით მაშინ 20-ში ვთქვათ რომ აი ამ ტირილების მერე ხუმრობით ნახევრად რა თქმა უნდა ამ გაანალიზების და ყველაფრის მერე ამ სევდიანობის მერე 20-ში ახალი ენერგიები აუცილებლად ვერძი შემოდის უკვე ცეცხლოვანი და უნდა შევხვდეთ პირველ საათს სასრული იქნება გათენებასაც მზის ენერგიაც იცვლება აი ციკლის ბიორითმი იცვლება დედამიწის ხო ბიორითმი იცვლება დედამიწის და რა თქმა უნდა ის სხვანაირი ენერგია სხვანაირი ხალისით წამოვა ადამიანებსაც შეატყობთ აუცილებლად და 20-ის მერე 20-ში
თვითონოთშიც, ხო, იმიტომ რომ აი კულმინაციაც მაგ დროს სეზონური ცვლილებაც მაგ დროს ხდება, ხო? და აუცილებელია აი მაგ დროს უკვე მინერალური ქვები ძალიან კარგია რომ მზის ენერგიით დავმოხტოთ, ჩვენც დავიმოხტოთ აუცილებლად მზეზეც გავნიავდეთ, სახლში შემოუშვათ ეს მზის ენერგია, როგორი ამინდიც არ უნდა იყოს, ხო, რომს გაუარესდეს და მოკლედ 20-ში ვეცადოთ რომ აღნიშნოთ ესე, ძალიან კარგი იქნება პორტოხალი, სხვადასხვა რიტუალები უამრავია, მაგრამ პორტოხალი არის მზის სიმბოლიზაცია და პორტოხლებით რაღაც შეიძლება გამოვაცხოთ კიდეც და ესე მეგობრებს და ახლობლებს უმასპინძლოთ. მოკლედ 20 ძალიან კარგი დღე არის. სურვილებით შეგვიძლია ჩავიფიქროთ. მერე 29-ში გვაქვს 27-ში მორიელში გადადის ლილიტი, ეგრეთ წოდებული შავი მთვარე, რომლითაც ასტროლოგები ძალიან ვაშინებთ ხოლმე ხალხს. მაგრამ რეალურად ეს არც მთლად ასე არ არის და დრამატიზება ნამდვილად არ ღერს, განსაკუთრებით მორიელებს ეშინოდათ მეკითხებოდნენ აი კონსულტაციებზეც და რა თქმა უნდა არ არის ასე, უბრალოდ სტუნებების ალბათობა, გაზრდილი ეგოს და ამბიციების ფონზე რაღაც მომენტებში 9 თვის განმავლობაში, იმიტომ რომ 9 თვიანი ციკლი აქვს, საკმაოდ დიდია და მორიელების აი სახასიათო თვისებები, პირიქით, შარმი, მაგნეტიზმი პირიქით შეიძლება გაიზარდოს და კარგად გამოიყენონ ეს თვისებები. ხო? იგივე რაღაც მაგიური რაღაც თემები, თუმცა მაგია, არომატებიც მაგია არის და ძალიან ეფექტურია ზოგადად ამაზე გამახსენდა ეხლა განწყობის სამართავად ვანილი, ლავანდა, პორტოხალი, ევკალიპტი, აი ესენი ძალიან ამშვიდებს და უფრო ხალისიან ფონს ქმნის. ამიტომ აუცილებელია ეს დღეები გამოვიყენოთ თუნდაც თვის ბოლომდე, ხო, რომ განწყობა წამოიღოს. მერეც რა თქმა უნდა. და სახასიათო თვისებებიდან ის რაც ნეგატივში აქვს მაგალითად მორიელს ისევე როგორც ყველა ნიშანს აქვს ხო რაღაცები ერთი არის მაგალითად რაღაცებზე უფრო ჩაციკლიან ახასიათებს იმიტომ რომ თუ რაღაცას მიზნად დაისახავს მოკვდება და გააკეთებს და აი ამაზე უნდა დაფიქრდეს რამდენად ღირს შეიძლება აღარ ღირს უბრალოდ და ეს ზედმეტი რაღაც სიტუაციებზე და ადამიანებზე ჩაბღაუჭება შეიძლება არ იყოს, ხო? მიზნებზეც თუნდაც. იმიტომ რომ ძალიან ისეთი მოტივირებულია მიზანზე ყოველთვის მორიელი. ერთი ეს და მეორე, ну, აი თვალი, რაღაც ენერგეტიკული გავლენები, ესეც უფრო დიდია ალბათობა ამისი და ну, პრინციპში კარგი იქნება მომდევნო პერიოდში შავი ფერის მინერალური ქვები საერთოდ იცოდეთ რომ არის დამცავი ძირითადად. ამიტომ ძალიან კარგი იქნება ესე, თუმცა თავის წილი დაცვა, ესეც ვთქვათ, რომ ყველა აქ არსებობენ დამცველი, მფარველი ანგელოზები და ასე შემდეგ, რა თქმა უნდა. უბრალოდ ამ ყველაფერს შეგვეძლია ადამიანები ვართ და წავეხმაროთ რაღაც, იმიტომ რომ როცა რაღაც გვიკეთია, თითქოს უფრო დაცულები ვართ, ხო, რაღაც, ან როცა რაღაც თილის მაგვაქვს, უფრო წარმატებული. რა თქმა უნდა, ტვინი გვაქვს, კლიშერი მაგალითად ამ შემთხვევაში. ხო, ისეთია ყველაზე უვნებელი. ხო, მე ეს დიდი პლანეტარული ციკლი რო იცვლება, ამაზე ალბათ მომდევნო გადაცემაში ვისაუბრებთ, თუმცა ესეც შეეხება რა თქმა უნდა და თევზების და ვერძის ენერგიები მოკლედ ძალიან აქცენტირებულია, აი ძალიან. და თევზები და ვერძიდან აბსოლუტურად სხვადასხვა სტიქია და იმიტომაც ძალიან ჭრელია თითოეული ადამიანისთვის, თუმცა ისიც თქვათ, ვის უფრო შეეხება სანამ პროგნოზს ვიტყვით, ხო? ანუ რომელი ადამიანები, იმიტომ რომ ძირითადად აინტერესებთ ხოლმე აი ვის უფრო ძალიან ბევრს შეეხება, კიდევ ერთხელ დერეფანი მაგიტო ვახსენე, რომ ანუ თითოეული ადამიანისთვის ისეთია, რომ შეიძლება აი ელემენტარულად შეიძლება ხისტოტი ჩამოვარდეს და იმაზეც დავფიქრდეთ, რატო ამცდა, ან რატო არ ამცდა, ხო? დრამის მიზეზი არ უნდა იყოს ეს აუცილებლად, იმიტომ რომ თევზები მით უმეტეს ქალწული თევზების ღერძი არის ეს დაბნელებად, რომელიც იყო, ხო? და თევზები არის ნიშანი, რომელიც მატერიაში კი არა, უფრო შინაგანზეა მიმართული და ეს ფსიქოლოგიური ანალიზის პერიოდი უფრო უნდა იყოს და ფსიქოლოგიური ტრანსფორმაციების. ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი კორექტივების შეტანა შეუძლია თითოეულ ჩვენგანს. რა თქმა უნდა, ну, აქცენტირება ხდება 4 ძირითად ნიშანზე, ეს არის მუტაბელური ჯვრების წარმომადგენელი, პირველ რიგში თევზები და ქალწული. ოღონდ არა მხოლოდ ზოდიაქოს ნიშნებით, არამედ ასცენდენტი უფრო მეტი ვინც იციან, ასცენდენტი მთვარე, ვენერა, ნებისმიერი პლანეტა შეიძლება ამ ნიშნებში კონდეს და მე ტყუპები და მშვილდოსანი მათთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია. ოღონდ გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, როდესაც ეს პლანეტები ტყუპებში უფრო ბოლო პერიოდში ყავს, ან ბოლო პერიოდში დაბადებულებისთვის. არა მხოლოდ ტყუპები, არამედ თევზები, ქალწული, ტყუპებიც და მშვილდოსანიც, ხო?
და მე უკვე ძალიან მნიშვნელოვანი არის ვერძისთვის, სასწორისთვის, კირჩხიბისთვის და თხისქისთვის ვიტყოდი, უფრო მეტად დასაწყისში დაბადებულებისთვის. და იმიტომ რომ მომდევნო 29-ის დაბნელება უკვე არის მზის დაბნელება, რომელიც არის ვერძის ზოდიაქოს ნიშანში. ეხლა გქონდა მთვარის დაბნელება და 29-ში. ნახეთ ესეც როგორ არის მზის დაბნელება. საინტერესო რითია. კი, ძალიან, მართლა ძალიან გიჟია, იმიტომ რომ მარტი ყოველთვის გამორჩეულია, იმიტომ რომ ახალი წელი გვაქვს ხოლმე მარტში, მაგრამ გარდა ამისა, აი რამდენი ვენერათი დაიწყო რეტროგრადულით, მერე დაბნელების დროს რეტროგრადული გახდა მერკურიც, ხო და აი ყოველდღიურად კიდევ ვიძახი რაღაც ხდება. 29-ის დაბნელება, მზის დაბნელება, კონკრეტულად რომ ჩავშალოთ და შევეხოთ შეიძლება? რა მოაქვს ამ შემთხვევაში? იცი რა, კარგი და ცუდი, ანუ მოდი ესე შევთანხმდეთ. არა, როგორ არ არსებობს ადამიანური თვალსაზრისით მატერიალურისთვის რო კლავენ და ურტყავენ ადამიანს, ეს ცუდია. ცალსახად, ხო, მაგრამ კარგი და ცუდი რატო არ გამოვყავი, ნახეთ, ეს უკვე ყველაფერი დამოკიდებულია ინდივიდუალურ რუკაზე. ანუ კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გაუსვა იმას, რომ თვითონ ეს მოვლენები, იგივე ასტრონომიული მოვლენები, რასაც აღწერს მე ასტროლოგია და ცოტა უტრირებს კიდეც, ხო, შეიძლება ვთქვათ, რეალურად ხდება ციკლურობის წაკითხვა, გარკვეული ციკლების წაკითხვა ხდება და მე უკვე ადამიანის ინდივიდუალურ რუკაში ვხედავთ, კითხულობთ, ეს არ არის წინასწარ განსაზღვრა, ეს არ არის, არ უნდა მოხდეს დაპროგრამება აუცილებლად, უბრალოდ წინასწარ ვკითხულობთ, რამდენად სასიკეთოა ან პირიქით, იმიტომ რომ ერთი ადამიანისთვის შეიძლება ვიღაცა გაკოტრდეს სიტყვაზე ვამბობ, მეორემ შეიძლება ლატარიაში მილიონი მოიგოს სიტყვაზე, ხო? და თუ ადამიანებს გავეშვები და გლობალურად ვისაუბრებ, მოვლენებზე, დაბნელებებზე ერთხელ მახსოვს თქვენ გადაცემაში ჩავშალე ყველაზე ვრცლად, დაბნელება თვითონ სიტყვის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ცოტა ისეთია, ხო? დამაბნეველად თან კინგს უყვარს ძალიან და ვახსენებ ხოლმე, ხო, რომ აი სტივენ კინგს მაგალითად რაღაც ნაწარმოებებს და ფილმებსაც თუ გადავხედავთ, დაბნელების დროს აი როგორ დაუბნელდა ადამიანს ტვინი და როგორი შეცდომები დაუშვა, ხო? ამის რისკები უფრო დიდია რეალურად დაბნელების დროს. იგივე ხასიათის ცვალებადობა, იგივე რა თქმა უნდა, კონფლიქტები, ავარიულობა, ბიძგები მიწის, ესეც აუცილებლად, ხო? ესეც დროს, ანუ ჩვეულებრივი თემა არის, რომ რაღაც გარკვეული ცვლილებები რეალურად ხდება. აი როგორ უნდა შევხვდეთ 26-ში მზის დაბნელებას? 29-ში. პირველ რიგში დაბნელებების, იმიტომ ვთქვით, ნახეთ, თუნდაც ეს ზარზე იმით და სურვილების პრაქტიკებით და კი უამრავი რაღაც შეიძლება ვთქვათ, მაგრამ პირველი არის გათავისუფლება. რისგან? ყველაფრისგან. რაც ზედმეტია, იმიტომ რომ ელემენტარული გაჯეტებით დავიწყოთ თქო, სულ ვიძახი, სახლი დავასუფთავოთ და მე უკვე, იმიტომ რომ არ არსებობს ადამიანი ტყუილია, ეგ რო ადამიანი ძალიან სუფთა აქ და იქ რაღაცა ისეთ ნაგავში ცხოვრობს. ეს თირამე არ უნდა ხდებოდეს. პირიქით პრობლემების დალაგება ეზოთერულ რაღაც მიმდინარეობებში იწყება საძინებლის დალაგებით. და სახლის დალაგებით და დასუფთავებით, ანუ მატერიალურ დონეზე უნდა დავიწყოთ რეალურად ეს ლაგება და გასუფთავება და ზედმეტი გატეხილი ყველაფერი სულიერების კუთხით ტრანსფორმაციები რაც შეეხება, ანუ სწორი დასკვნები უნდა გამოვიტანოთ. იმიტომ კი არა, რომ აი მაგალითად რეტროგრადული ვენერა ან მერკური, მაგალითად მე რეტროგრადული ვენერა მაქვს სიტყვაზე და ამ პერიოდში პირიქით ისეთი რაღაცები შეიძლება გავასწორო, რაც წელიწად ნახევარში ერთხელ არის. მით უმეტეს დაბნელება. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცები შეიძლება ახლა გავასწორო, მაგრამ ვიღაცები პირიქით შეცდომები შეიძლება დაუშვა და სწორედ ამიტომ ძალიან კარგად უნდა გაანალიზონ. ის კი არა, რომ აი ეს ტკივილი ახლა როგორღაც ადამიანს აუცილებლად სამაგიერო გადავხადო. აი ეს არის სულიერად ზრდა, რომ რაღაცები შევცვალო გავაანალიზო რეალურად რატო მოხდა და რა უნდა შევცვალო ამისთვის. ეს არის სულიერად ცვლა და ეს არის მე ზედმეტი ტკივილისგან უნდა გათავისუფლდეთ. აი თუ ვიღაცამ გული გატკინათ, მაგალითად, ახლა აქტუალურია ძირითადად პარტნიორული და ესეთი ურთიერთობების თემა, ხო? მოიხსნა და გადააგდო. ფურცელზე დავწეროთ სიტყვაზე, ტკივილი, სიტყვაზე. ახლა აზრობრივად ის შეიძლება განვავრცოთ და დავწვათ. ანუ ეს შეიძლება ძალიან ცოტა სასაცილოთა ჟღერდეს, მაგრამ იქ იმხელა რაღაც ემოცია შეიძლება ჩავდომე, რომ მართლა დამეხმაროს მე რეალურად აი გადაწყვეტ გათავისუფლებაში და ეს დღეები მაგისთვისაა ეფექტური. მაგალითად ვალები ძალიან აქტუალურია, ხო, ეს ფინანსების თემა. ვალები იგივე რაღაც აზრს იდეას ჩავდებ, განვავრცობ და კრედიტები ვალები, რავი, 1000 პრობლემა აქვს ხო ხალხს. ესეც დავწვა. ესეც რაღაცით. ეხლა ამის წინ იყო გადაცემის ლინკზე ვიღაცა მიუწერა ერთ-ერთ ტელევიზიაში ზუსტ მეცნიერებებს დაუბრუნდითო. და აი ამ დროს ძალიან მინდა ხოლმე ადამიანებს შევახსენო, მითო
ფსიქოლოგიაში პანდორას ყუთი, რომელშიც იყო იმედი. ანუ ადამიანებს სიზუსტე არ ჭირდებათ ხალხო ესეთი დროს, ადამიანებს ჭირდებათ იმედი და ჩვენი ტვინი ისია მოწყობილი მერე, რომ ყველაზე მტკივნეული რაღაც, ყველაზე მტკივნეულ მდგომარეობაში ამის უამრავი, რა ვიცი, დადასტურებული და რავი, უამრავი რაღაც ფსიქოლოგია ზოგადად რას ემსახურება. ანუ ტვინს აქვს იმის რესურსი, რომ რაღაცები ხანდახან შელამაზებულად დაგვანახოს, ხანდახან პირიქით, ხო? და მოდი ვიმუშაოთ ამაზე, რომ კი არ დაგვანახოს და დავინახოთ. იგივეა ეხლა რაც თქვით, რომ ფურცელზე დავწერეთ, აქაც ტვინი მუშაობს და ფსიქოლოგია. თორე ეს შეიძლება იმიტომ ვთქვი, რომ შეიძლება ვიღაცისთვის სასაცილო იყოს, მაგრამ რეალურად მინდა უთხრა ესეც სკეპტიკოსებს, რომ ყველა ის ძირითადი ფსიქოლოგიური ტექნიკაც სინამდვილეში მოდის ოკულტური და ეზოთერული წყაროებიდან. იმ წყაროებიდან, როდესაც ჯერ აი სქოლასტიკური ფსიქოლოგია რო იყო, მაგალითად, ჯერ ადამიანში ცნობიერი და არაცნობიერიც არ არსებობდა და საერთოდ რაზე ვსაუბრობთ. და კეთი, ბოდიში, გატეხილი, ყველაფერი გატეხილი, ალბათ უნდა გადავყაროთ, გაბზარული, გატეხილი, გაფუჭებული ესეთი რაღაცები, ზოგადად ესეთი გატეხილის ენერგია ზოგადად არ ვარგა. სანდრაში ხშირდება. ხანდახან არის ხოლმე, აი რაღაცებს ვერ ველევით. ან რაღაც ტანსაცმელი აღარ გვეტევა მაგალითად, რასაც ხალხალ ვაწებთ, რომელიც არის განსაკუთრებით აუცილებლად. სახლიდან. აუცილებლად. და სარკეების, სხვათა შორის სარკეების გასაწმენდად არის ხოლმე რამდენიმე უნიკალური დღე არის და ერთ-ერთი არის 20 მარტი, სარკეები აუცილებლად მზეს ესე ვთქვათ, ხო. მზეს უნდა მიაფიცხო სარკე. ეს არის ერთგვარი. ანუ დიდ კარადაზე მაქვს ბევრი სარკე და კარადიან უნდა გავდგა ახლა. არა, გამოაღე ფანჯრები თუ არის იმ ოთახში, ხო და დილეტანტური კითხვა უნდა დავსვა, მაგრამ მაინც მაინტერესებს მიჩვეულები. მიჩვეულები ვარ. ხო და თუ მიჩვეული ხარ, მაშინ არა დილეტანტური კითხვა. ამ შემთხვევაში მზის და მთვარის დაბნელებას შორის რა განსხვავება ან რა მსგავსება არის, იმიტომ რომ ფაქტია რომ ორივე დილეტანტური კი არა ძალიან კარგი კითხვა და მადლობა რომ განვაცხოთ. შავი იუმორი გვაქვს და ზოგჯერ გავიწყდება რომ კი არ არის ეთერში. საერთაშორისო რეტროგრადული მერკურის დროს შავი იუმორიც ძალიან აქტუალური ხდება. და ძალიან კარგი კითხვა, მადლობა. ნახეთ, მთვარის ყოველ თვეში არსებობს სავსემთვარეობა და ახალმთვარეობა. სავსემთვარეობა ეს არის მოვლენა, როდესაც მზე და მთვარე ერთმანეთს უპირისპირდება. ახალმთვარეობა ეს არის მოვლენა, როდესაც მზე და მთვარე ერთ წერტილშია. და დაბნელებები ზუსტად აი ამ წერტილებზე ჯდებიან ხოლმე. მაგიტო არის დაბნელების ციკლი, ანუ რო შევხედოთ, მაგი ცვლის ზუსტად, ოღონდ ამ სავსემთვარეობას ის გამოარჩევდა, რომ მოხდა დაბნელება 14-ში. და იმ სავსემთვარეობას 29-ში გამოარჩევს ის, რომ არის ახალმთვარეობა. ანუ მზე და მთვარე ერთ ნიშანშია. ეხლა შევხედოთ თემატურად რას ცვლის ეს. მთვარის დაბნელება, როგორც წესი, აი ეს დაბნელება მაგალითად, ნახეთ კიდევ საინტერესო მომენტი. სადაც ჩანს ხოლმე იმ რეგიონებში უფრო დიდია ცვლილებების და გარკვეული კრიზისების ალბათობა. ამ შემთხვევაში მაგალითად, როგორც მახსოვს, შეიძლება ვცდები, ამერიკის ნაწილია კანადაა, მექსიკა არის, რუსეთის ნაწილია და ცოტა საქართველოსაც ეხება. ნუ ბუნებრივია ისე ტრანსფორმაციული მომენტებია აქაც, რომ არც გამკურვებია. და ნახეთ, მთვარის დაბნელება, რუსეთ კი, ხო. ნახეთ, ეგ მე მაშინ რა ასტროლოგიაში ცალკე შემოვიღებთ რუსეთის დაბნელება, იქნება რუსეთის დაბნელება, ხო. ნახეთ, ესე იგი, მთვარის დაბნელება რამდენიმე კვირიდან რამდენიმე თვემდე გასტანს თემატურად. ანუ ის რა 14-ში ყო არ ნიშნავს, რომ ეხა დაიწყება. გაცილებით ადრე დაიწყო ბევრ ცხოვრებაში, კი ბატონო, და საგრძნობი უკვე ერთი კვირით ადრეც არის ხოლმე და მანამდეც თემები იცვლება და ეს თემებია ზუსტად, ანუ ეს ფატალური წერტილები არ არის ამის თქმა მინდა, უბრალოდ კი იმ დღესაც როგორ არა შეიძლება რაღაცები მოხდეს, მაგრამ მანამდეც ხდებოდა ეს და ამას ნუ მიაქცევთ ესე დრამატიზება არ ღერს. და მზის დაბნელება ეს უკვე წლებს შეიძლება შეეხოს ხოლმე. წლებს რა კუთხით, ანუ ის ცვლილებები და ის თემები შეიძლება იმიტოა საყურადღებო, რომ აი იმდენად მნიშვნელოვანია ამ პერიოდში როგორ, რას, როგორ სწორად დავგეგმავთ, როგორ რას გავაანალიზებთ, როგორ სწორ დასკვნებს გავაკეთებთ, რომ აი მე უკვე შეიძლება რამდენიმე წელს გასტანოს, მაგალითად იმ პროექტმა, იმ ურთიერთობამ და ასე შემდეგ. ძალიან რთული არის ახლა ეგ ამბავი ჩემთვის, ნუ ჩვენთვის განსაკუთრებით. არ გინდა ხინასა რაღაცა დაგეგმო და რა. საჩეგვიძლია.
ხო, ეს ტყუპების თვისებაა ერთ-ერთი. ხო, კი. მაგრამ ტყუპებს ძალიან კარგი რა აქვთ ახლა. ტყუპებს გავიხსენეთ, რომ ძალიან კარგი ამასთანავე აქვთ, რომ სხვა ზოდიაქოს ნიშნებისგან განსხვავებით შეუძლიათ რამდენიმე თემაზე ერთდროულად ორიენტირდეს. და ძალიან არიან და რა ვიცი, განსაკუთრებული. თავარია ბოლომდე მივიყვანეთ. ეს ჩავშალოთ ახლა ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით 12-ვე სხვა არ გადავოდი. 12-ვე ტყუპები ვთქვათ. შეგვიძლია ისეთი ამბიციურები არიან, რომ მიიღებენ ამ ყველაფერს. ამბიციითაც ხალისობენ მე რომ მკითხოთ ტყუპები. დავიწყოთ ვერძით, ტრადიციულად, ისე შეგვეძლო რეტროგრადული პლანეტები რახანაა უკუღმად წავსულიყავით ტყუპურად, მაგრამ იყოს, დავიწყოთ ვერძით. როგორც უკვე აღნიშნეთ, ეხლა ბოდიში კიდე დაიწყებ მაბატე. ანუ ეხლა მარტზე ვსაუბრობთ ზოდიაქოს 12 ნიშანთან იმართებაში. როგორც თქვით, ეს დაბნელების ფონი, რომელიც მოიტანა, იყო ქალწულის ზოდიაქოს ნიშანში. დაბნელება. და აი ამის მიხედვით ვიმსჯელოთ ეხლა, როგორი იქნება უახლოესი პერსპექტივები, სადღაც თვენახევრის განმავლობაში. შეიძლება უფრო მეტიც, თუმცა აქვე უკვე აღნიშნეს და კიდევ ერთხელ დავამატებ, რომ 20-ში შემოდის უკვე ვერძის ენერგიები და უკვე შეგვიძლია სხვა პროგნოზიც გავაკეთოთ მერე საერთოდ, მაგრამ ახლა ძალიან აჯაფსანდალი რო არ გამოგვივიდეს. ვიმსჯელოთ ამ დაბნელების ფონზე, რომელიც უკვე შემოვიდა, ხო? დავიწყოთ თევზებით, ვერძით და აღნიშნე უკვე და ისევ მეგობრებო 20-დან გაცილებით უკეთ იქრძნობთ თავს ვერძები, ენერგოტონუსი, ცეცხლის ენერგია, ჯანმრთელობაც უკვე წამოვა 20 რიცხვიდან. ანუ ძალიან მალე. უბრალოდ ეს დაბნელებების ფონი ამ შემთხვევაში მომტანია რისი. ნახეთ, ენერგოტონუსი შეიძლება დაქვეითებული იყოს. გარკვეული გადაწყობა შეიძლება მოხდეს, მაგალითად, კოლეგიალურ თემაში რაღაცები შეიცვალოს კოლეგებთან დაკავშირებით და ძალიან დიდი მნიშვნელობა ჯობია მიაქციონ ენებს, ასე ვთქვათ, ყურადღება, მithქმა მოთქმა და რაღაცები შეიძლება იყოს ზუსტად ამ კოლეგების ჭრილში, შეიძლება იყოს სამუშაო გრაფიკის შეცვლის თემა, აქტუალური და ძირითადად ვეტყოდი, რომ რაღა დარჩა და გაუფრთხილდნენ ენერგოტონუსს და დანარჩენი მოკლედ მერე. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისთვის მარტო ვერძებისთვის კი არა, ყველა ნიშანს მინდა ძალიან ვთხოვო, რომ ესთეტიკური ოპერაციები, ესთეტიკური პროცედურები და ყველაფერი სადღაც შუა აპრილამდე ჯობია გავაჩეროთ. ასევე მნიშვნელოვანი წამოწყებები PR კომპანიები და ასე შემდეგ, ახალი გადაწყვეტილებები მთლიანი მარტის განმავლობაში და ჯერჯერობით ისევ შუა აპრილამდე ვიტყოდი, არ გვინდა. ძველის დასაკორექტირებლად მშვენიერი ვერძებიც და ყველას ეხება ეს. ნუ ძირითადად აი ვერძებზე რაც ვისაუბრე. კუროს შემთხვევაში აქტუალური თემა თვითონ შეიძლება იყოს პირად სასიყვარულო თემა. ძალიან კარგად შეიძლება წაუდეს საქმე ძალიან ბევრს ბავშვებთან დაკავშირებული თემები და განსაკუთრებით ძალიან ეფექტური შეიძლება იყოს კუროებისთვის შემოქმედებითი ნატურები ვინც არიან, იმიტომ რომ ხელოვნების სფეროს შემოქმედებითი საკითხები იდეალური, მოკლედ შედევრები შეიძლება შექმნან. ბავშვებთან დაკავშირებით გარდა იმისა, რომ ურთიერთობები შეიძლება დაალაგდეს უკეთესობისკენ, აღნიშნოთ ისიც, რომ ზოგიერთი მაგალითად შვილის მოლოდინში ან დიდხანს არ ყავდა შვილი, ხო და აი ზუსტად ისეთი პერიოდია, რომ რაღაც სამყარომ შეიძლება ამ დროს გაახაროთ, ხო? აი ის ძველი რაღაცები შეიძლება ეხლა ძალიან კარგად დაგვირგვინდეს. ტყუპებისთვის, რა თქმა უნდა, ტყუპებისთვის აქტუალური არის მე-4 ასტროლოგიური სახლი ამ შემთხვევაში. მე-4 ასტროლოგიური სახლი ეს არის სამშობლო. ეს არის სახლის თემები. სახლში რაც გინდათ გააფუჭეთ პრინციპში, მაგრამ ნახეთ, გარეთ უკვე და უფრო მეტი აქტიურობისთვის 20-ის მერე რაღა დარჩა, ხო? 20-ის მერე უკვე კარგი პერიოდი არის, რომ გამზეურდეთ გარეთ, უკვე ცეცხლის სტიქია, ასე ვთქვათ, უფრო გამომზეურდება მეტად და ამ დროს ცეცხლი და ჰაერი მეგობრობენ და შედარებით მნიშვნელოვანი საკითხები მერე აწარმოეთ, არა ახალი, მაგრამ შედარებით. მანამდე სახლის სიტუაციები რაც გაქვთ, უძრავი ქონება ოჯახში რაღაც სიტუაციების დალაგება, თუნდაც ოჯახში ურთიერთობების დალაგება, აი ამას მიხედონ ტყუპებმა ჯობია, იმიტომ რომ თემატიკა ეს არის და მოდი დაეხმარონ, ხო, უფრო მეტად. კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშანს რაც შეეხება აქ აქტუალური არის პრინციპში კირჩხიბებს ყველაზე მეტად ამ დროს ურჩევდი
ძველი ურთიერთობების ანაღდგენას ან საბოლოო წერტილის დასმას, იმიტომ რომ ან კირჩხების გავლენა ვისაც აქვს, იმიტომ რომ კომუნიკაციების თემას ეხება და-ძმებთან, ნათესავებთან ურთიერთობებში საბუთები არის ერთ-ერთი სუსტი საკითხი, ამიტომ საბუთებთან ძალიან დაკვირვებულები იყვნენ, ვითვალისწინებ რა ამ რეტროგრადულობის პერიოდს. ყველაზე მნიშვნელოვანია მოკლედ ის დეტალები არ გამოეპაროს, დანარჩენი პატარ-პატარა მივლინებები, მგზავრობები, რა თქმა უნდა, იქნება კირჩხიბებისთვის აქტუალური, მაგრამ აი ამას მიაქციან უფრო მეტად ყურადღება. ლომისთვის რა თქმა უნდა, როგორც უკვე ვთქვით, ცეცხლოვანი ნიშანია, მერე მომდევნო 20-დან გაცილებით მეტად უკეთ იგრძნობს თავს. ახლაც არ არის ურიგო, იმიტომ რომ შემოსავლების კუთხით მშვენიერი პერიოდია, მშვენიერი ფონი მისცა, ანუ სამყარომ ამ დაბნელებების სახით, იმიტომ რომ ის საკითხები შემოსავლების მხრივ თუ რამე არ მოწონდა, თუ რამე გაუმჯობესება უნდა და აი ნელ-ნელა უკვე თადარიგი შეუძლია დაიჭიროს, იფიქროს იმაზე, როგორ შეიძლება გავაფართოთ შემოსავლების წყარო და ამასთანავე მინდა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ აღნიშნო თითოეული ადამიანისთვის. იმიტომ რომ აქაც არის ხოლმე კომენტარები და ამ ყველაფერს უბრალოდ ვაკვირდები, არანაირი სხვა, ასე ვთქვათ, ემოცია ამაზე არ მაქვს. ხშირად არის ხოლმე რომ რაღაც რიტუალებიც დაიდება, აი ფინანსებზე მინდა გავამახვილო ეს ყურადღება და წერენ ხოლმე რომ რა სისულელეა. ანუ მე თუ არ ადამიანმა თუ არ იმუშავა და რაღაცა წელში თუ არ გაწყდა და რა სისულელეა და ნახეთ კარიერა საქმე ადამიანი შეიძლება იყოს 1 და 2 და შემოსავლის წყარო შეიძლება იყოს 10. რატომღაც ჩარჩოები გვაქვს ისე დაყენებული, რომ გონია ხოლმე, რომ სამსახურს მოაქვს მარტო ფული. არა და ფული შეიძლება ემიგრაციაში მყავდეს ვიღაც ის მიგზავნიდეს. შეიძლება მე მაგალითად ჩემი ჰობი ვაქცია ჩემი შემოსავლის წყაროთ. ეხლა დღესდღეობით კარიერა, იმიტომ რომ რაღაც კომპანია და ბევრი რაღაცები ხდება, ხო? ამიტომ გავაფართოვეთ ეს ძალიან თხოვ თითოეულ მაყურებელს და განსაკუთრებით ლომებს, იმიტომ რომ ძალიან დიდი პოტენციალი აქვს ამ კუთხით. და კრიზისებიდან, ერთგვარი კრიზისებიდან შეიძლება გამოსავალი ნახონ ზუსტად ძალიან კარგი. თუმცა ზოგიერთი პირიქით შეიძლება აი ამ კრიზისებიდან გამომდინარე მოუწიოს რაღაც ვალის აღება, რაღაც სხვა, თუმცა ნუ შეგაშინებთ და უბრალოდ სწორად დაგეგმონ რაღაცები და გადააფასონ აი სად სწორად მოიქცენ, სად და აი რა მოიტანა ვთქვათ ეს სავალალო შედეგები. ქალწული. კეთი, ლომის ფარული პლანეტა ვინ არის? თქვენი აზრით? კატა. ხო, სხვათა შორის ბასტეტიც ხო ერთგვარი ლომის ნაირსახეობა მითოლოგიას რო გადავხედოთ, მაგრამ ლომის მართველი პლანეტა არის მზე. ვარსკვლავი. პლანეტაც არ არის, ნათობი. ხო. ანუ მზე ერთია. ისევე როგორც მთვარე ერთია და კირჩხიბის მართველი არის მთვარე. ამ ორს ყავს ვარსკვლავები ანუ. ყველა ვარსკვლავებია იდეაში. უბრალოდ მნათობები, ახლა ხშირად მზესთან მთვარესაც პლანეტებს ვეძახით ასტროლოგები არის ხოლმე, მაგრამ რეალურად პლანეტა ხო არ არის პლანეტა და იმიტომ პლანეტა არ არის. ხო, მე ინტერესდება. ბოდიში რა გაკეთებ? კარგი. განვაგრძოთ ახლა ქალწული. ქალწულები არიან ეპიცენტრში, როგორც უკვე აღნიშნეთ, იმიტომ რომ ქალწულშია დაბნელება, ხო? ნახეთ, ყველანაირი სიახლე იქნება ეს პირადი, სახის, გამოჯამთელების თემა, რაღაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული, კარიერული საკითხები, ურთიერთობები, პარტნიორული აუცილებლად ქალწული და თევზები, აი ურთიერთობებში განსაკუთრებით გამოყოფდი და გავლენა ვისაც აქვს ამ ნიშნების. ქალწულს შეიძლება ნებისმიერი კუთხით ჰქონდეს სიახლე. ანუ რაღაც თემაში აუცილებლად გამოხატული იქნება, უბრალოდ არ დაგვავიწყდეს ისიც, რომ სატურნი ერთ-ერთი კოსმიური, ცოტა ისეთი სადამშილო ღონისძიებებს რო ატარებს ხოლმე ესეთი პლანეტა სატურნი, ჯერ კიდევ ამ ნიშანშია, თევზების ნიშანშია, ამ ღერძზეა უბრალოდ და ქალწულებისთვის და თევზებისთვის აი ბოლო პერიოდში განსაკუთრებით დაბადებულისთვის ცოტა მეტად რთული შეიძლება და ტრანსფორმაციული იყოს. ამიტომ ეს ნუ შეაშინებს ქალწულებს, იმიტომ რომ ძალიან მალე უკვე გამოიდარებს და ახლობით ამ ერთ თვენახევარში აბსოლუტურად რადიკალურად შეიცვლება, იმიტომ რომ ეს არის ყველაფერი უკვე წარსულიდან გამომდინარე, რაც თქვენ ცხოვრებაში ხდება ქალწულებს მიმართავ. და ამან არ შეგაშინოთ ამ ცხოვრებისეულმა ტრანსფორმაციულმა პატარ-პატარა ტკივილებმა პირიქით მოემართეთ ყველანაირი სიახლესთვის, იმიტომ რომ დიდი ეტაპი ყოველ დასრულებას ახლავს დასაწყისი და რაღაც დიდი მნიშვნელოვანი ეტაპი დაიწყება. ფრთხილად იმიჯის ცვლა ზოგადად ძალიან კარგია, მაგრამ ფრთხილად რადიკალური ესთეტიკური პროცედურები და რაღაც ესეთები არ გვინდა ამ ეტაპზე. დანარჩენი იმიჯიც კი შეიცვალო ძალიან ეფექტური იქნებოდა. სასწორი
სასწორი ჰაერისტიკია, მომდევნო ძალიან საინტერესო პერიოდი აქვს, მაგრამ თემატურად შეიძლება ცოტა დასევდიანების პერიოდი ქონოდათ სასწორებს. ახლა რატო? ეს დასევდიანები შეიძლება გარემოდანაც არ მოდიოდეს, შეიძლება მოდიოდეს, მაგრამ არ არის გამორიცხული მოკლედ. ძირითადი ეს დასევდიანების პროცესები არის შინაგანზე მიმართული, არა რაღაც გარემო ფაქტორებზე და როგორი პერიოდი აქვს, იცი, დასვენების, აი ეს დაბნელება, თითქოს დასვენების პერიოდი მოიტანა, როცა რაღაცები უნდა გაანალიზონ, რაღაცები სწორად უნდა დაალაგონ განსაკუთრებით, ოღონ თავში. ეხლა ის კი არა, რომ ფინანსები გავწერო და რაღაც, არა. თავში აუცილებლად, აი შიგნით, მზერა შიგნით. ეს იქნება აქტუალური, შეიძლება ემიგრაციასთან დაკავშირებული თემებიც იყოს, ამასთან დაკავშირებით კიდევ თქვა, ზოგმა შეიძლება დაბრუნებაც გადაწყვიტონ და ზოგიერთი შეიძლება რაღაც იზოლაციურ ან სამსახურში აღმოჩნდეს და ცოტა დისკომფორტი იყოს, მაგრამ ეს პერიოდიც მალე ჩაივლის, მინდა ვთქვა. ზოგიერთი პირიქით შეიძლება რაღაც იზოლაციური პროცესებიდან გამოვიდეს, ვირუსი ქონდა, ვთქვათ, იზოლაციაში იყო და ეხლა გამოვიდეს ზუსტად. გადავედით მორიელზე. ნუ მორიელისთვის, რა თქმა უნდა, ეს თევზების და ქალწულის ღერძი რახან არის წყლის ნიშნის წარმომადგენელია და ერთ-ერთი ასევე პერიოდი ეფექტურია საკმაოდ. შარმი მიმზიდველობათან თუ გავიხსენებთ, რომ ლილიტიც მალე ესტუმრება და არ უნდა შეაშინონ, პირიქით, კარგათაც შეუძლიათ გამოიყენონ ეს თავის შარმი და მაგნეტიზმი სასიკეთოდ. და უნდა გამოიყენონ, რა ვიცი, მეგობრების წრის გაფართოება, კარიერიდან ფინანსების ზრდა, ოღონდ კონკრეტულად კარიერიდან და არა დამატებით წყაროებიდან. ხო, აი აქ შემოსავლების კუთხით შეიძლება სამსახურის ფულიდან შეიძლება რაღაც ცვლილებები იყოს. და სამწუხაროდ შეიძლება იყოს მეგობრების ღალატიც, არ გამოგვიცხოთ ესეც. შეიძლება იყოს თემა რა, რომ მეგობარი იყო თქვენი კარგა ხანს და მე რაღაც პირადისკენ გადაინაცვლოს. ცოტა ასცენდენტი ვინც ვართ გვეხება? კი, დავაკონკრეტოთ. კი. ვარ, კი. მორიელი ვარ. მორიელის დილების გავლენა, მაგრამ არა ყველას კიდე ერთხელ ვამბობ, ზოგადად შეიძლება ეს თემები აქტუალური იყოს, ხო? კარგი. და მორიელებს განსაკუთრებით რა აქვთ, ანუ წინ რას წამოწევდი ეს მიზანდასახულობა და ამ პერიოდში აი ძველი საქმეების ბოლომდე მისაყვანად ერთ-ერთი ბრწყინვალე პერიოდია. მშულდოსანი. მშულდოსნები ყველაზე პოზიტიურები. და ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, დაბნელება მათაც ძალიან შეეხებათ, თქვით, განსაკუთრებით ბოლო პერიოდის ეს პლანეტა ბოლო გრადუსებში, ბოლოს დაბადებულები, მოდი ესე აღვნიშნოთ, უფრო მეტად რო გაიგონ. და აქ მომტანია ძირითადად მშულდოსანი, კი, ძირითადად კარიერისტი არ არის, ხო, მაგრამ ახლა არის ის პერიოდი, როდესაც სტატუსი, მაგალითად, დედობა, მამობა, ქორწინება, განქორწინება, ესეთი თემები შეიძლება იყოს აქტუალური და ასევე სამსახური. დაწინაურება, დაქვეითება, სამსახურიდან თუ მშულდოსანი ამ პერიოდში გამოუშვეს, მინდა მიულოცო. მართლა ოღონდ. იმიტომ რომ ფაქტიურად, როდესაც ჩვენ იგივე ურთიერთობებში ნახე, როდესაც ჩვენ ვერ ხვდებით და გტკივა და ერთ წრეზე ვტრიალებთ, ხო? როდესაც ჩვენ ვერ ხვდებით, მე აუცილებლად გარემოებები ისე ლაგდება, რომ გვიწევს დაშლა. და ამას უნდა გადავხედოთ მე, რამდენად სწორად დავიშალეთ, მაგალითად წარსულში, ხო? და სწორი იგივე კარიერას ეხება აბსოლუტურად იგივე. და აი მშულდოსნებს მინდა მიულოცოთ, იმიტომ რომ დაფიქრდნენ, შეიძლება და თვითონ უკეთესი რაღაც საქმე გამოუვიდეთ, ცოტა რო გარისკონ. აი ახლა ესეთი პერიოდია. ოღონდ ეს პერიოდი რო ჩაივლის, რა თქმა უნდა, დაბნელების მერე, შუა აპრილის მერე უკვე წამოიწყონ ახალი, მაგრამ მანამდე აი ამაზე დაფიქრდნენ და ეს დააპაუზონ და გაანალიზონ, იმიტომ რომ მნიშვნელოვანი მიღწევებისთვის უნდა მოემზადონ. მარია, შეგიძლია გათავისუფლების საუბარი მიწერო. ხო. კი ბატონო. მარიამს მე მგონი უფრო სხვა კუთხით ელის ეგალბავი, ხო. გადავედით დეკრეტული შეფურების. რამდენად მოქმედებს ამ შემთხვევაში. კი ბატონო, სტატუსის გამო დასვენება, ეგეც ასე რომ? კარგი. კი ბატონო. მიღებულია პასუხი. ორი მე დაგაბრუნე უკან. თეა. მერე სხვათა შორის მეგობრებო, ტყუპების მერე ანუ გადაინაცვლებს კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშანში და იუპიტერი, ეს ჩვენი წარმატების პლანეტა და აი ფინანსებთან დაკავშირებით და სამსახურთან დაკავშირებით და ტყუპებსაც გული რო არ დაგწმათ, იმიტომ ძალიან კარგი სიახლეები გექნებათ. კირჩხიბში რო გადავა.
როდის გადადის კეისშებში? ივნისში თუ სწორად მახსოვს. ივნისში გადადის? აი, ფინანსური ცვლილებებისთვის მე თქვენც უნდა მოემზადოთ გული რო არ დიდრდები? რა კაი. შეიძლება გამდიდრდეთ კიდეც, რატომაც არა. შეიძლება არა აუცილებლად. ხო, აბა. ხის დროც მოსულა. ხის დროც მოსულა, ხო, იმიტომ რომ ისედაც ხან მავიწყდება ხოლმე ხან ბრალს ხდებენ რომ ცოტა საუბრობ. ხისქები ძალიან მიყვარს, მე პირადადაც მაქვს ხისქის გავლენა. ცოტა კონსერვატორია, ცოტა იუმორის დიდად მოყვარული არ არის და პირველ რიგში ვურჩევდი რომ იუმორი გამოიყენონ ამ პერიოდში და ცოტა იუმორით მივუდგენ რაღაცებს. გააფერადონ რაღაც გარემოება, სხვა მხრივ ვიტყოდი რომ მაინც პოზიტიური პერიოდია ძალიან, იმიტომ რომ სასიცოცხლო ენერგია ზოგადად შემოდით სხვანაირად. იგრძნობენ რომ დატვირთულია რაღაც თავგადასავლებით უფრო მეტად და აი ეს გულის ჭია ძალიან კარგი იქნება რომ გაახარონ თვითონაც. უბრალოდ ურთიერთობების თემაში იყვნენ ფრთხილად, იმიტომ რომ იმის ალბათობა მაგალითად სამოგზაუროდ შეიძლება წავიდეს ვიღაც და სამსახურეობრივი რომანების ალბათობაც არის ამ შემთხვევაში და ფრთხილად იყო. თუ თავისუფალია კი ბატონო და დანარჩენი კანონთან დაკავშირებული, უცხოელებთან დაკავშირებული პროექტები მანამდე რაც არ გამოვიდა, ეხლა დასცხო აუცილებლად, იმიტომ რომ ეხლა დიდია იმის ალბათობა რომ გამოვიდოთ. უბრალოდ ეს უცხოეთის და იუმორი და უფრო მეტად პოზიტივით შეხედოს ყველაფერს, ხო? მოგზაურობაც შეიძლება მოუწიოს და უგეგმავად სხვათა შორის. და დაბნელებების პერიოდში ვეცადოთ ხოლმე რომ არ ვიმოგზაუროთ დიდად. ხო, აი ახლა 29 არის აქტუალური და ნუ 28-29. არა, თვითფრინავები ესე მარტივად არ იყრება. უბრალოდ შეიძლება გაჭიანურდეს. ეგ არ მაღელებს. უბრალოდ გაჭიანურდეს ან რაღაც სირთულეები იყოს ხოლმე და ამ კუთხით ვეცადოთ ხოლმე რომ ამ დროს უბრალოდ არ დაიგოს. სირთულეები. კი ბატონო. ხედავ შე? ხო, გადავით მერწყულებზე. მერწყულებისთვისაც ერთ-ერთი ტრანსფორმაციული პერიოდია და დიდი ტრანსფორმაციებიდან შეიძლება გამოვიდნენ. ჩაიაროს მაგალითად მტკივნეულმა განშორებამ, ეხლა, ზუსტად ახლა და ამოისუნთქონ შვებით. ან რაღაც ალიმენტების თემა შეიძლება გქონდეთ აქტუალური. არ არის გამორიცხული ვიღაცამ მემკვიდრეობა მიიღონ აბსოლუტურად ისე დაუგეგმავად, ხო? და მემკვიდრეობის საკითხები ზოგადად იქნება, ზოგიერთი შეიძლება მუშაობდეს ამ კუთხის და შეიძლება მაგიტო გააქტიურდეს. მაგრამ სხვა კუთხით ვიტყოდი რომ ის კრიზისები შეიძლება ფინანსური კუთხით, აი დიდ ფინანსებზე გავიდნენ, ესეც აღუნიშნოთ, რატომაც არა. ან პარტნიორს მაგალითად მის მეუღლეს ხელფასი მოუმატონ ან რაღაც ბონუსი მისცენ და მოუწიოთ მოგზაურობა, ხო? მაგრამ ზოგიერთი მერწყულისთვის ვიტყოდი მაინც რომ ის კრიზისები, რომელიც დღეს აქვს ცხოვრებაში, ძალიან მალე იქედან გამომდინარე, რომ ეს სწრაფად იცვლება ეს ფონი უკვე ვერძის ზოდიაქოს ნიშანში გვაქვს მეორე დაბნელება და ცეცხლი და ჰაერი მეგობრობენ, ძალიან კარგი შედეგებით შეიძლება დასრულდეს. ამიტომ გული არ დაწყდეთ, ყურები არ ჩამოყაროთ და დაგეგმეთ აბსოლუტურად ისეთი, ნახეთ, აიღეთ ფურცელი და პასტა, დაწერეთ თქვენი დრამა, რაც ყველაზე მეტად გაწუხებთ, იმიტომ რომ კრიზისების სახლია თქვენთან ახლა აქტუალური, დაწერეთ, აბსოლუტურად განიცადეთ და ფინალი გააკეთეთ ისეთი, ფინალი დაწერეთ ისეთი, სანთელიც დაანთეთ, ისე განავრცეთ ფინალი, როგორც თქვენ გინდა რომ დასრულდეს ეს ინფორმაცია. ეს ამბავი უფრო სწორად. ტვინი ამას იღებს ერთგვარ სამუშაოდ და იწყებს ამაზე მუშაობას. ანუ ეს არ არის მარტო რაღაც ჯადოსნური რაღაც რიტუალი, ეს არის ჩვეულებრივ ფსიქოლოგიაც დევს. ხო, და თევზები დაგვრჩა. თევზებისთვის ისევე როგორც ქალწულისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პერიოდია შევთანხმდეთ. თან თევზებო კიდევ ერთხელ გილოცავთ, იმიტომ რომ თქვენ ხართ ის, ვინც მოიცავს ამ ყველაფერს, ის ვინც უძლებს ამ ყველა ნიშნის პერიოდს, რა თქმა უნდა, და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პერიოდი შეიძლება იყოს თქვენთვის, განსაკუთრებით თუ მარტო ხართ. პარტნიორული კუთხით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პერიოდია, სწორად გაანალიზეთ, შეიძლება მანამდე დაშორდით, შეიძლება მარტში დაშორდით და აი სწორად უნდა გაანალიზოთ ის რაღაც შეცდომები, იმიტომ რომ რეალური მიზეზი შეიძლება პარტნიორში კი არა თქვენში იყოს და აქედან ამ პატარ-პატარა გაკვეთილებიდან მიღებული დასკვნებით უკვე შეგიძლიათ რადიკალურად შეცვალოთ თქვენი ცხოვრება. ამიტომ წარმატებას გისურვებთ და გაითვალისწინეთ, რომ იქნება ის პარტნიორული თემები, იქნება ბიზნესის კუთხით, პირად სასიყვარულო კუთხით, არ ვიცი, ნებისმიერ სფეროში შეიძლება ძალიან კარგად დააგვირგვინოთ და თქვენ ეს შეგიძლიათ. ძალიან არწმუნებული იყო ყველაფერი, კითხვაც რო აღარ დამრჩა ისეთ, თქვენ არ ვიცით, თქვენზე ვერ დავდებთ თავს. ეხლა ფიქრობ რა დავდებთ თავს, მაგრამ
ჩულოსნებზე რომ მოვისმინე, ნამდვილად ძალიან კმაყოფილი ვარ. ნუ ზოგადად საინტერესო ძალიან ბევრი არსებობს. აი მაგალითად ჯამთელობის აი მეც თუ ჯამრთელობაზე ვსვამ, მაშინ ცოტა მშულდოსნიდან გამომდინარე ვიკითხავ, შეიძლება მაქვს უფლება, მიტოვებთ ამ უფლებას. აი, შენ რა გჭირს საჯამთელო? მაინც მე მოლოდინის რეჟიმში ვარ. ნახეთ, ჯამრთელობა რა ხან ვახსენეთ. ადამიანებს გვაქვს ღვთის გამბოძებული ძალიან მაგარი რამ. ეს არის სტიქიები. თითოეული სტიქია ცეცხლი, წყალი, ნუ ცოტა განსხვავებულიც არის აღმოსავლურ კულტურაში ხუთი სტიქია იქო, მაგრამ ძირითადი არის ცეცხლი, მიწა, ჰაერი და წყალი. ეს ოთხივე არის იმდენად, გახსოვთ ბებიები რო გაუბნობოდნენ, რომ წყალს მოვყევი ცუდი სიზმარია? ანუ ცუდი სიზმარი კი არა, წყალი რეალურად არ მახსოვს 1-15 თუ 20 წლის წინ რაღაც ბიზნეს, რაღაც სამსახურში, ერთ-ერთ სამსახურში გავდიოდი რაღაც ტრენინგს და ამერიკიდან იყო ჩამოსული ტრენერი. და გვეუბნება ესეთ რამეს, რომ აუცილებლად სახლში რომ მიხვალთო, აუცილებლად წყალი გადაივლეთო, არც მეუღლეს დაელაპარაკო თუ არც საჭმელი გააკეთეთო. წყალი არის ძალიან მაგარი ინსტრუმენტი, როგორც კი რაღაც სტრესები, ცუდი ფიქრები ან რაღაც მოგვეძალება, აუცილებლად წყლით განწმენდა გავაკეთოთ ხოლმე. ეს ერთი. იმიტომ რომ ნებისმიერი ჯანმრთელობის პრობლემა იწყება ენერგეტიკულ დონეზე და მერე მოდის უკვე ფიზიკაში. ფიზიკურ სხეულში, ხო? და მეორე გამოვყოფდი, ეხლა დანარჩენ სტიქიებზე ბევრს არ ვისაუბრებ, გამოვყოფდი მიწის სტიქიას. მე მახსოვს პანდემიის პერიოდი რო დასრულდა. ბუნებასთან შემხებლობას გულისხმობთ ამ შემთხვევაში. და გაგიგიათ ალბათ ადამიანები, გაგიგიათ კი არა ყველა მითის ალბათ, ზოგიერთი ხეების მოყვარული როა, ზოგიერთი რაღაც მცენარეები, ხო, განსაკუთრებულად რატომ დრუიდები როდის არსებობდნენ. ანუ რეალურად ეს ხო ცოცხალი ენერგიაა და სინამდვილეში ის საჭმელი, რითიც ვიკვებებით, სინამდვილეში საკვები ეგ არ არის. სინამდვილეში საკვები არის მიწა. რატომ იძახია ხოლმე, რომ სოფლად ხალხი უფრო ჯანმრთელია, იმიტომ რომ მიწასთან აქვთ კონტაქტი. ამიტომ ჯანმრთელობის ერთ-ერთი სიგნიფიკატორი, მოდი ასე ვთქვათ, ანუ ნიშნული, არის ზუსტად მიწის ენერგია. ანუ მიწის ენერგიასთან მეგობრობა, როგორც კი იგრძნობთ, რომ ენერგოტონუსი ქვეითდება და ამ კუთხით პრობლემები გვაქვს, აუცილებლად მით უმეტეს ახლა მოვდიოდი სახლთან ყვაო და რაღაც ხე. და ეხლა რო გავიხსენე პანდემიის ბოლოს, ანუ ჯერ გასვლა ვერ მოვასწარე იმ პერიოდში, მაკდონალდთან რუსთაველზე მქონდა ოფისი და რო გამოვედი, წინ ზუსტად იყო გაყვავებული ხე და ხეს ვეხუტებოდი და იფიქრეს, რომ ალბათ უცხოელიაო და ვერ არისო და ფოტოებს იღებდნენ, ანუ ხვდებით ძალიან მნიშვნელოვანია. ფეხში შველი უკვე სეზონიც არის, რომ ვიაროთ. მიწაზე ძალიან კარგია. კი. შემდეგ ეთერში მოვდივართ ფეხში. მაგ ხასვობდი რამე შევეხოთ და რა ვიცი, აი ჩემ ხატია შემოგიაზე ეს არ იმოქმედებს, იმიტომ რომ მიწაზე ფეხს როგორ დაადგავს. ოკეი. აი ხერთი თვე ვიყავი ინდოეთში მაგალითად და რავი ნახევარი ფეხი თვიარე. ხო, და მე მართლა მნიშვნელოვანია და სასარგებლო არის იკონტაქტო დედამიწასთან, რომელიც ცხადია. რომელიც ეხა მიწის ენერგია სახლებში ცოტა ჭირს ჩვენთან. ქოთნის ყვავილები. ეხა არ არის აუცილებელი რომ შეგიძლიათ ფეხზე გაიხადოთ და ქოთანში ჩადგეთ სახში. ყვავილებში. ეგეც კარგი ვარიანტია. კეთი, ჩვენი ნება რომ იყოს, მართლა შეგვიძლია ბევრიც დღე არ გაგიშვათ აკეთებ, უბრალოდ მე გვინ ძალიან არ არის პრობლემა. მე რა რო დაღალე კაცო. ეხლა მოდი ჩვენ მაყურებელს შევთავაზოთ საინფორმაციო გამოშვება პირველები და ჩვენ კეთისთან გავაგზავნოთ ლაპარაკი. კარგი, გემშვიდობებით. რა თქმა უნდა, დაგიბრუნდებით საინფორმაციო გამოშვების შემდეგ ძალიან საინტერესო სტუმრებით და თემით. არ ფაჯე. მადლობა თქვენ. დაგიბრუნდით პირდაპირ ეთერში ძვირფას სტუმრებთან ერთად და მე ჩვენს ტელემაყურებელს მინდა ვუთხრა, რომ ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმრები ვარ ხო და ანა, მათ წარდგენა არ ჭირდებათ. მაინც არ გვადგენენ იქ. მაინც არ გადგენ ცოტა ხანი მაცადე. არანაირი თემით არ მოგვიწევია დღეს ჩვენ გადაცემაში სტუმრად, უბრალოდ ეთერი მოენატრათ რა. ცოტა ხანი პირდაპირ ეთერში ვალაპარაკებ და გავუშვით. სინამდვილეში ეს ორი ადამიანი უნდა თქვეს ეს ყველაფერი არა, სიამოვნებით წარვადგენ, ჩემთვის მართლა
ძალიან საყვარელ ადამიანს და არა მხოლოდ ჩემთვის, ერთ ძალიან საყვარელს და ერთ სულიერ ნორმალურად საყვარელს. ანა კოშაძე არის ჩვენი სტუმარი, ტელეკომპანი და ხო კანდელაკი, რესტორატორი, მოგესალმებით. დიდი მადლობა რომ ხარ ჩვენთან ერთად. სხვათა შორის მინდა აღვნიშნო რომ ჩემი ოჯახის თითქმის ყველა წევრი იყო ჩემი სტუმარი, ხო, შენს გარდა და ხეხბედნიერი იყო. მადლობა. ხშირად მიხილე ჩვენს გადაცემაში. ძალიან ბევრი კოლეგა ყოლია გადაცემაში სტუმრად და შენ პირველად ხარ და ხეხბედნიერი იყო. მართლა ძალიან მიხარია თქვენ. და ნიკამ ხო აღნიშნა. მადლობა რომ მოგვიწვიეთ. რავა ხო? ნიკამ ხო აღნიშნა რომ ეთერი მოენატრათ და მე მარტო ეთერი არ მომენატრა, პირდაპირ ეთერში კოკა-კოლის ხსენებაც მომენატრა. შეგიძლია? მომაწოდე რა, თანცხელა და აი ხო დალებს კოკა-კოლას, ანა. მოგვიყევი რა გამოგწანდით ჩვენთან და რაღაცა კარგი ამბებით ხართ და კარგი გეგმებით. კარგი ამბებით ვართ, რომელიც დაიწყო ცუდი ამბების გამო, შეიძლება ესე ითქვას. მე დავახომ დავაფუძნეთ ფონდი, ქართული სტუმარმასპინძლობის ფონდი, რომელიც იარსებებს იმისთვის, რომ მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების გამო იმ კომპანიებს დავეხმაროთ, რომლებსაც ძალიან უჭირთ. და ძალიან ბევრია ასეთი კომპანია. სახელიდან გამომდინარე მიხვდებოდით, რომ სტუმარმასპინძლობის სფეროს წარმომადგენლებზეა საუბარი. მცირე და საშუალო ბიზნესია საუბარი. კი, მცირე და საშუალო ბიზნესზე, ვახო, უფრო მეტ სიტყვის, თქვათ, ამ სფეროს რა დარტყმა მიაყენა ამ ამბებმა და ძალიან დიდი დარტყმა და მე მგონი არიან კომპანიები, ვინც მცირეები ვერც კი განაგრძეს ფუნქციონირება, იმიტომ რომ დეკემბერში ფაქტობრივად ყველა არა გარკვეული ჯგუფი ესეთი რესტორნების, კაფეების, ბარების, სასტუმროების იყო სრულიად ცარიელი და ეს ისეთი სექტორია, რომელსაც ძალიან დიდი დარტყმა ადგება და ძალიან სენსიტიური და მგრძნობიარია, ხო ესეა? კი. მოდი ვიტყვი უცებ რომ რა პრინციპი იქნება დახმარების და მე ახოს გადაულოცავ სიტყვას. ჩვენი პარტნიორი არის და პირველი შემომწირველი საქართველოს ბანკი, რომელსაც ძალიან დიდ მადლობას ვუხდით და 400.000 ლარის ოდენობის დონაცია გაიღო. ჩვენ შევქმნით ვებგვერდი, რომელიც გთხოვთ რომ ამოანათოთ იმისთვის, რომ ვისაც ხო მეტი ინფორმაციის მიღების სურვილი ექნება, ვთქვათ, შევა და გაეცნობა. ასევე ვებგვერდზე არის მოთხოვნის ფორმა, რომელიც შეუძლიათ შეავსონ კომპანიებს, რომლებიც აკმაყოფილებენ შემდეგ კრიტერიუმებს. აუცილებლად უნდა იყოს შეპესე, უნდა გქონდეს ორწლიანი ფუნქციონირების ისტორია, უნდა იყოს დღგ-ს გადამხდელი და მოთხოვნის ფორმაში მითითებულია რა გვჭირდება იმისთვის, რომ ჩვენ მივხვდეთ სურათს რამდენად გაუჭირდა ამ კომპანიას ამ ამბების და ქვეყანაში შექმნილი ელემენტარული მოთხოვნებია პრინციპში, ხა მე რასაც ხა კარგად არ ვიცნობ შეიძლება ამ სფეროს, მაგრამ რასაც დავაკვირდი და რასაც ამბობ, მე მგონი არ არის ისეთი მოთხოვნები, რომ ბევრს არ შეეძლოს ხო, ბევრი ვიფიქრეთ, მოდი ვახო, შენ თქვი, რატომ მოვიფიქრეთ ეს მექანიზმი, რომ არ ყოფილიყო დავუშვათ ეს თანხა წყალში გადაყრილი და ისეთი კომპანიისთვის მიცემული, ვისაც ბევრს არაფერს შეუცვლის სურათს და თან არ ყოფილიყო იმდენად მცირე, რომ უბრალოდ იმაზე მეტი ვიდრე მას ჭირდება და რაღაც არათანაბარ მდგომარეობაში. ამიტომ არსებობს რაღაცა კრიტერიუმები, რის მიხედვითაც უნდა შეირჩეს, მადლობა ანა და რა არის ეს კრიტერიუმები? ხო, კრიტერიუმებს ბევრი მოდელიზე ვიმუშავეთ, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ სფეროს ძალიან სწრაფად დაეტყო ეს პრობლემა. სულ ამას ვამბობ, რომ კოვიდი უფრო ესეთი იყო, რა ქვია, ნაკლებად დამაზიანებელი სარესტორნო ბიზნესისთვის, ვიდრე აი ეს პროტესტი, იმიტომ რომ კოვიდის დროს მაინც სახლში ვიყავით გამოკეტილები და შეგვეძლო რაღაცა სხვადასხვა გამოძახების აპლიკაციებით საკვები შეგვეკვეთა რესტორნისთვის და რესტორანი ამით რაღაცა სარგებელს პოულობდა და დღესდღეობით მთავარი ძირითადი პროტესტის ლაიტმოტივი იყო ის აგრესია და გაბრაზება, რომელიც ხალხმა გამოიყვანა გარეთ და ის ხალხი არანაირი სურვილი არ ჰქონდა და რამოდენიმე ადამიანმაც ისიც კი მითხრა, რომ მცხვენია, რომ მე რაღაცა რესტორანში შევიდეო, დავждდეო და რაღაცა დრო
გავატარო, შეიძლება უბრალოდ საკვებად შევიდე, საერთოდ არა სიმღერა და დროს ტარებისთვის არ შევიდე, მაგრამ ისიც კი მსხვენია იმით, რომ უხერხულად ვარ, რომ ამდენი დაზარალებული ადამიანი, ამდენი დაპატიმრებული, მოშიმშილე და შენ რაღაცა მაინც რესტორანი სადღესასწაულო მასთან ასოცირდება, ხო, დროის გატარებასთან და აქედან გამომდინარე სფეროს ძალიან აი 28 რიცხვიდან აბსოლუტურად ყველა ისეთი რესტორანი, რომელიც ყველასთვის საყვარელია, ესე დაიხურა მაგიდებზე დავალაგეთ კამები და გავედით გარეთ, ხო და გარეთ ვაპროტესტებთ, უამრავი ძალიან საინტერესო შეფი ჩართული იყო პროცესებში საერთოდ და ასე ვთქვათ, ახალგაზრდების გვერდით იდგა და სხვადასხვა საკვებით ეთეკუნა, მაგალითად საკვებს ამზადებდა, გიორგი იოსავა იქ ადამიანებს ეხმარებოდა და რაღაცა მედპუნქტი ჰქონდა გაკეთებული თავის რესტორანში და აქედან გამომდინარე საზოგადოებრივ ასე ვთქვათ შეგნებაზე დამყარებით ჩვენს პროტესტი დავიწყეთ და რაღაც პერიოდის შემდეგ მივხვდით რომ სფეროს რომელიც მარტო ჩვენი ბიზნესი არ არის ჩემი მაგალითად ჩემი კოლეგების რესტორატორების ეს არის ხალხის ბიზნესი რომელშიდაც კიდე დასაქმებულები არიან და ეს არის ყველაზე რთული დღევანდელი ჩვენი მთავარი ამოცანა ის არის რომ რამენაირად შევინარჩუნოთ კადრები იმიტომ რომ ეს სფერო აი აგურაგურა ვაშენეთ ხო 20 წლის წინ როდესაც ამ სფეროში მე შემოვედი იყო რაღაცა რეალი ყამირი მიწა რომელზედაც დავიწყეთ რაღაცეების თესვა რომ რაღაცა მიგვეღო ასე ვთქვათ შედეგი და მანამდე კიდე უამრავი ადამიანი და უამრავი შეფი ამაზრუნავდა რომ ქართული კულინარია რაღაცი მიმართულებით მისულიყო. ერთის მხრივ ეს კარგია, იმიტომ რომ საბაზრო ეკონომიკამ დააბალანსა და დაარეგულირა ეს ყველაფერი და ვიღაცის ხელშეწყობით არ მოხდა. მაგრამ ეს ერთ დღეს ჩამოინგრა, ჩამოიშალა, ერის მოღალატება და გამყიდველებად აღიარეს ის შეფები, რომლებიც რეალურად ხრებით მოქონდათ ეს სფერო და დავრჩით იმის ასე ვთქვათ, პირისპირ რომ რა გავაკეთოთ, ხო, რა შევქრათ, როგორ გავაკეთოთ, როგორ გადავარჩინოთ ის ადამიანები, ჩვენი თანამშრომლებია თორე. მე ხა დღეს რესტორანს მოვიფიქრებ, მაგრამ მარტო ფურცელზე მექნება, როგორც არქიტექტორი რაღაცას დახატავს, ხო, და მას ვიზავს შექმნის პროექტს და ის თუ შემსრულებელი არ არის მშენებელი, ინჟინერი და სხვა დანარჩენი, ეს პროექტი არ გამოვა. მე ესე ვარ, მე თუ რაღაც მოვიფიქრებ, მჭირდება თანამშრომლები, ვინც ამას გააკეთებ. და აი ამ თანამშრომლებისთვის არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ დავეხმაროთ. ფონდის იდეას და აზრი ზუსტად ეს იყო, რომ ქვედარგოლი იყოს ყველაზე მნიშვნელოვანი და რა ქვია, შენარჩუნებული. მაგალითად, ფუნქციონალობისთვის, რესტორნის ფუნქციონალობისთვის არის მნიშვნელოვანი სახელფასო ფონდი. ჩვენ შეგვიძლია, რომ თუ აპლიკაცია სწორად არის და მიზნობრივად არის გამოგზავნილი, ჩვენ შეგვიძლია, რომ პირველადი დახმარებით მათ უზრუნველყოთ ის, რომ მათ სახელფასო ფონდის რაღაც დავალიანებები გაისტუმრონ. ან დისტრიბუცია ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენ მაგალითად. ხო, აი კოკაკოლა, მაგალითად, მე კოკაკოლასგან ვიყიდე, ხო? და უნდა რეალიზება გამოვახდინო ხო კოკაკოლის. მე თუ დისტრიბუციის ვალი, მაგ კოკაკოლის ვალი. კოკაკოლა ამბობს რომ იცი რა ისეთი სიტუაცია რომ ხა შენ ვალს მე თუ არ დამიბრუნებ, ვერ ვიზავრო კიდე მოგიტა. ხო ეს ჯაჭვული რეაქცია, სარესტორნო არ ბიზნესი არის ჯაჭვული, ასე ვთქვათ ასეთი დიდი სივრცე, სადაც ერთი რგოლი თუ ამოვარ და სარესტორნო ბიზნესიც ავტომატურად ვერ მოხდება, ფუნქციონირება ვერ შეძლებს. თან ყველაზე მთავარია ამ პერიოდში ძალიან გაძვირდა ფასები. აი ძალიან გაძვირდა ფასები, ამასაც ვეღარ დაეწია სარესტორნო ბიზნესი, ვერ გაზარდა ფასები, იმიტომ რომ ავტომატურად მომხმარებელი არ ყავს და ვის მოდის ისიც აღარ დააზარალა და ძალიან კაბალურ პირობებში მოხდა ზუსტად ამ 3 თვის პერიოდში, აი რაღაცა სრული კოშმარი დატრიალდა სარესტორნო ბიზნესში და სასტუმროს ბიზნესში. ავტომატურად ჩვენი მთავარი მისია, მე, ანასი, ლაშასი და დანარჩენი ორი ადამიანის, რომელიც 5-კაციანი ჯგუფი ვართ, დამფუძნებელი გახლავართ 3, მაგრამ ყავს კიდე ფანტასტიკური ქალბატონი ფინანსური მიმართულებით და იურისტი ასევე ძალიან სასიამოვნო ქალბატონი და ანა და ლაშა და ვახტანგი. თქვენი მონამორჩი. პირდაპირ და გადატანითი მნიშვნელობა. ეს კარგი. და ხოჭა მარია. ხოდა ვცდილობთ რომ დავეხმაროთ იმ ადამიანებს, ვის ბიზნესაც დღეს ძალიან უჭირს. და რაღაცა ერთგვარი განცხადება მაქვს გასაჟღერებელი, რომ აბსოლუტურად ყველას აი ჩამონათვალიდან ანამ რაც აღნიშნა, ხო ეს არის 2 წლიანი ფუნქციონირება თქვენი, ეს იქნება კაფე, რესტორანი
თუ მაგალითად ცალკე მდგომი სასტუმროსთან რესტორანი, რომელიც სხვა შეფესია, ბარი, ნებისმიერი სივრცე, სადაც კვებასთან ასოცირდება თქვენთვის, 2 წლიანი აუცილებლად, 1 წლის დღეგ დაგჭირდება უკვე შემდეგ, რომ თქვენ მოგვაწოდოთ, რომ თქვენ დინამიკაში ჩვენ დავაკვირდეთ, მაგალითად 23 წლის დეკემბერში თუ თქვენ გქონდათ ნავაჭრი X თანხა და დღევანდელ რეალობაში Y-ია, ჩვენთვის ციფრობრივად მნიშვნელოვანი იქნება, რომ თქვენზე კონკრეტულად მოხდა, ასე ვთქვათ, ზეწოლა, ხო, რა, როგორც პოლიტიკური, ასევე საზოგადოებრივი. ეს დონაცია რამდენად შესაძლებელია, ვთქვათ, ფიზიკური პირებიდან, ანუ ჩვეულებრივ მოქალაქეებს შეუძლიათ, რომ თანხა ჩარიცხონ თემში? კი, რა თქმა უნდა. შეუძლიათ. კი, ვებგვერდზე არის მითითებული ანგარიშის ნომრები, მაგრამ მეც გავაკეთებ პატარა განცხადებას, ახლა უფრო მეტად მოუწოდებთ დიდ კომპანიებს თავიანთი სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით გაიღონ დონაცია, განსაკუთრებით ამ სფეროს წარმომადგენლებს, იმიტომ რომ არიან ისეთებიც, ვინც მაინც რყევებს მეტად უძლებენ სიდიდის გამო, სხვა ფაქტორების გამო. დაუდგნენ გვერდით, იმიტომ რომ ჯანსაღი კონკურენციისთვის ეს აუცილებელი, ქვეყნის ეკონომიკისთვის აუცილებელია არსებობდეს საშუალო და მცირე ბიზნესი, ტურიზმისთვის, იმიტომ რომ არ ვიცი, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მიმართულება და სფეროა და ერთ სიტყვით კიდევ ვახო ამბობდა გარკვეული სირცხვილის გრძნობაც კი ქონდა თუ ადამიანებს, როდესაც ეს ამბები ხდება, რა დროს ჭამასმა და დავუშვათ რესტორანში მისვლა, ხო? გარდა ამისა, ძალიან ბევრი ადამიანი დარჩა უსამსახუროდ და ძალიან ბევრი ადამიანი სამსახურიანიც, როდესაც ესეთი მდგომარეობა იქმნება, უკვე იწყებ ნაკლებად ხარჯვას, იწყებ ფუფუნების საგნებზე, მოდი ესე ვთქვათ. ამიტომ მოხდა, რომ აი ყველაზე მეტად ეს სექტორი და სფერო დაზარალდა და მგრძნობიარე აღმოჩნდა. შეკითხვების შემთხვევაში შეიძლება გვისმენენ ახლა ზუსტად ეს პატარა კომპანიები, მოგწერეთ აუცილებლად, მეილზე მოგწერეთ და ვთქვათ დაგეხმარებით თუ რაიმე გაუგებრობაა შევსების დროს. და ანა, ასევე დონაციის თემას გავაგრძელებთ. დონაცია საჯაროა ინფორმაცია და შეიძლება მე როგორც რაღაც კომპანიის მფლობელს არ მინდოდეს ჩემი სახელის გაჟღერება და შეიძლება ანონიმურად ვიყო დონაცია. კი, მითითებულია დონაციის შემთხვევაში თუ თქვენ მონიშნავთ დანიშნულებაში ანონიმურს, ამ შემთხვევაში არ გამოქვეყნდება ის კომპანია თუ ფიზიკური პირი, ვინც გაიღებს თანხას დასახმარებლად. გასაგები მიზეზების გამო არიან კომპანიები, რომელსაც კი, ძალიან არ უნდა გამოჩენა. რა თქმა უნდა, ანონიმურობა გარანტირებულია. ჩვენ შემდეგ, როდესაც ეტაპობრივად დავყავით, 30 მარტამდე გვაქვს ეს ვადა, რომ მივიღოთ განაცხადები, რადგან მე ერთიანად უნდა მოხდეს დადარება, რომ ვინმე თანაბარ პირობებში მყოფს მიენიჭოს უფრო მეტად გაჭირვებულს ისეთ კომპანიას, ვისაც უფრო მეტად ჭირდება უპირატესობა. ამიტომ ეს პირველი ეტაპი გვაქვს, შეკითხვების შემთხვევაში მოგწერეთ, 30 მარტამდე გაქვთ დრო, რომ გამოგზავნოთ. შემდეგ აირჩევა უკვე ეს კომპანიები და მოხდება რაღაცა გონივრული თანხის არჩევა 2-დან 5%-მდე მათი ბრუნვის. რაც წეღან ვახსენე იმისთვის, რომ მათთვის იყოს რაღაც მნიშვნელოვანი ეს დახმარება. შემდეგ უკვე თუ კიდევ და დიდი იმედი მაქვს, რომ გვეყოლებიან შემომწირველები, იქნება მეორე ეტაპი განაცხადების მიღების და გაგრძელდება დახმარება. 30 მარტის შემდეგ, ხო? კი, და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ზოგადად ბევრი რამე შეიცვლება და უკვე ჩვენი ფონდი თუნდაც რამდენიმე თვის მერე მიიღებს ისეთ სახეს, როცა ეს არ იქნება გარკვეული მოვლენების გამოდაზარალებული კომპანიების დახმარება, არამედ ხელშეწყობა და გვერდში დგომა იმისთვის, რომ შეეცადონ გააკეთონ საინტერესო კაფეები, რესტორნები, ბარები, არ ვიცი. უნდა მნიშვნელოვანი ერთი ფრაზას ჩავამატებ, რომ ეს დღევანდელი ჩვენი გაჟღერებული, ასე ვთქვათ, პირობები არის მხოლოდ და მხოლოდ ფილიში არსებულ რესტორნებზე, კაფეებზე და ჯერჯერობით, მაგრამ აი ანამ რო იმეც რო იტოვებს აი იმეჩი ალბათ აუცილებლად რეგიონებიც მოხდება, იმიტომ რომ რეგიონების ძალიან დაზარალდა, იმიტომ რომ შიდა ტურიზმი დღევანდელი ჩვენ რეალობაში
სახელმწიფოდან გამომდინარე ძალიან სწორი პოლიტიკის სახელმწიფოსი მოხდა ისე რომ ტურიზმი ძალიან არეულდარეულია და აქედან გამომდინარე დღევანდელ ჩვენს რეალობაში მხოლოდ შიდა ტურიზმით ხდება სასტუმროებისა და რესტორნების შევსება აქედან გამომდინარე ისინი ძალიან დაზარალდნენ და აქედან გამომდინარე შემდეგი ეტაპი ძალიან გვინდა რომ იყოს რეგიონებიც რომ ჩავთოთ. და ვახო მეტად იცის უკვე ბევრი წელი ამ სფეროშია და მე ამ ჩემი YouTube არხის მეშვეობით რაც დავიწყეთ რეგიონებში გასვლა მოგზაურობა გავიცანით უამრავი საინტერესო ადამიანი გულანთებული, ვისაც არიზარება შრომა და მუშაობა და ამ სფეროში შეაქვს ძალიან დიდი წვლილი. ვითარდება, სწავლობს, იმდენი რამე აღმოსაჩენი, არ ვიცი, დაწყებული ვაზის უძველესი ჯიშებიდან, ხორბლით გაგრძელებული და ყველის ტექნოლოგიებით და იმდენ რამეზე საჭიროა მუშაობა. რომ საჭიროა მოკლედ ამ ადამიანების გვერდში დგომა და იმედი მაქვს რომ პირველ რიგში სახელმწიფო იქნება ის ვინც დადგება გვერდში. მაგრამ ყველანაირი განსაცდელი ბოდიში თუ შეიძლება ამასაც ყველანაირი განსაცდელს აუცილებლად გვირაბის ბოლოს აუცილებლად იქნება სინათლე, აუცილებლად თქვენს და თქვენი ახლობლები სტუმრები რომლებიც თქვენთან ჩამოდიან აუცილებლად მოხდებიან ქართულ რესტორნებში არა საზღვარგარეთ არამედ საქართველოს ტერიტორიაზე თქვენ ყოველთვის იამაყებთ რომ თქვენ იმ ქვეყნის შვილი ხართ რომელსაც ასეთი მდიდარი და ასეთი საინტერესო და უნიკალური სამზარეულო და ღვინო აქვს და ყველაზე მთავარი რაც არის კოვიდი ვახსენე და კოვიდმა ცუდი ძალიან ბევრი რამ გაგვიკეთა მაგრამ ერთი მნიშვნელოვანი რამე გაუკეთა მცირე მეწარმეებსა და მცირე ბიზნესს, რომ რეგიონებში დააბრუნა უამრავი ადამიანი და ანა შერად ჩამოთვალე, ეს არის ძალიან დიდი მიღწევა იმისი, რომ ადამიანები, რომლებიც რეგიონებში დაბრუნდნენ, დაიწყეს სხვანაირად ფიქრი ბიზნესის მიმართულებით და შექმნეს უამრავი ძალიან საინტერესო კონცეფცია სარესტორნო მიმართულებით, სასტუმროების მიმართულებით, ან კვების მიმართულებით პროდუქტის შექმნით და წარმატებებს უსურვებდა აუცილებლად დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი მცირე ბიზნესი აუცილებლად გახდება მსხვილი ბიზნესი და ამაში აბსოლუტურად ყველა დაგეხმარებით საქართველოს მოქალაქე თუ არა საქართველოს მოქალაქე. ხო და მე რასაც უსმენ, ვუყურებ და ვაკვირდები, წარმოუდგენლად პერსპექტიული ქვეყანა გვაქვს, უბრალოდ უნდა მიეცეს საშუალება. მენეჯმენტი გვაქვს ცოტა ცუდი. ცოტა. აი ამ ყველაფრის ფონზე მინდა რომ აღნიშნო მარიამის გამომეტყველება და სახე როგორი ამაყია და ნამდვილად სამაყოთ საქმე. მარიამ მე ძალიან ამაყი ვარ და ძალიან მაგრები ხარ და დიდი მადლობა. მართლა ძალიან დიდ საქმეს ჩაუყარეთ საფუძველი, ასე ვთქვათ და შევეცი რომ დიდი მადლობა რომ ეთერი დაგვითმეთ და იმ ადამიანებს ეხმარებით, ვისაც დღეს სამწუხაროდ უჭერს. და კიდე ერთ პატარა რაღაცას დავძენ, აკაი არის ტელეწამყვანები რო ყავს ეთერში. ლაპარაკობენ გემრიელა. აქ ჭირდება ამოდგრიზო სიტყვა, ძალიან დიდი მადლობა. თქვენ პარტნიორებს და იმ დონორებს, რომლებიც ჯერ გზაში არიან და დღეს გაიგეს კიდე ბევრმა და შემოუერთებიან ამ ძალიან მნიშვნელოვან საქმეს. ხო, რაც თავარია მოგწერეთ და შეავსეთ მოთხოვნის ფორმა, შეკითხვების შემთხვევაშიც მოგწერეთ იმისთვის, რომ ახლა ეს მცირე ფონდი რაც გვაქვს, სწორად გავხარჯოთ და დაგეხმაროთ და მადლობა ასევე თქვენ და თქვენს ტელევიზიას და ყველა იმ ჟურნალისტს, ვინც ამ პერიოდში თავდაუზოგავად იბრძვის იმისთვის, რომ არ ვიცი, ჩვენ არა ტელევიზიის თანამშრომელი უბრალოდ მოქალაქეებს მოგვაწოდონ ინფორმაცია იმის შესახებ, რაც ხდება და არ ვთქვათ ვაკუუმში. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. მადლობა კიდევ ერთხელ და მადლობა ჩვენს ტელემაყურებელს, რომ იყო ჩვენთან ერთად და ჩვენ სულ ხვალამდე. არა, შაბათამდე მოვალ შაბათამდე. არის შაბათი, მე მოდი კვირა. მაგის ხდება, მე მეშლება ერთხელ. კაი, მართალია. დროებით შემდეგ შაბათამდე.